გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. დღეს გამოკვეთილად ქართული დღეა თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული. ჩვენ ყველანი საქართველოში ვინ ცხოვრობ, მიუხედავად მისი ეროვნებისა და ეკლესიური აღსარებლობისა, ყველანი დავით აღმაშენებლის თამარ მეფის და ჩვენი დიდი წინაპრების მემკვიდრენი ვართ, გამგზელებლები ვართ და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მინდა მოგილოცოთ თამარ მეფის დღე. ასე დაემთხვა დღეს მეცნიერთა კონგრესის დროში პირველი გამოსვლა ჰქონდა უაღრესად საინტერესო ორ პიროვნებას. ერთი რომელმაც ელექტროენერგია მიიღო ჰაერისგან და ეს გახლავთ ბატონი ამირან აფციაური, მეცნიერი დოქტორი, პროფესორი და ამავე დროს მაქსველის თეორიის სერიოზული გამგზელებელი, ასე აღიარებული თელ მსოფლიოში, პიროვნება რომლის წიგნია სწორედ ამ ენერგეტიკასთან დაკავშირებით ინტერნეტით იყიდება და უცხოეთში უფრო გამოდის ვიდრე ჩვენთან და მეორე პიროვნება ვინ საუბრობდა ახალგაზრდა კაცი ძალიან საინტერესო ლადო ბუცვაძე რომელიც სწორედ აი ამ ჩვენმა სისტემამ ვინ გინდათ საქართველოს ხელისუფლებაში აი ამ სისტემამ მოძებნა კაცი რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს ხელოვნური ინტელექტი არის 21 საუკუნის ელექტროენერგია ანუ თქვენ ნახეთ ორი პიროვნების საუბარი ამირან აფციაური რომელმაც რაღაც ასაული თეორიულად დაასაბუთა რომ ელექტროენერგიას არ ჭირდება არც გაზი, არც ხესები, არც ვთქვათ საწვავი და ასე შემდგომ და პერსპექტივა არის იმისი რომ ყველაფერი ეს იყოს ესე იგი ჰაერისგან და მეორე პიროვნება რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს და მსოფლიოში ახალგაზრდებს შორის ძალიან გამორჩეულად არის აღიარებული და თუ 20 პიროვნება ამ საკითხზე გამოკვეთილი უკვე არსებობს ერთ-ერთი ჩვენი თანამემამულე ლადო ბუცვაძეა ძალიან კარგი ოჯახის შვილი ბამისინ ბატონმა ზურაბ გასიტაშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორმა აღნიშნა იმის თაობაზე გადაცემაში რომ მე ვესწრებოდი მის დაცვასო და ამავე დროს ისაუბრა მის მამაზე რომელიც ასევე ცნობილი მეცნიერი იყო, სულ რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა, ათილში იყოს მისი სული და ძალიან მახარებს, რომ მისი ბიჭი ასე ღირსეულად აგზელებს ოჯახის ამ ტრადიციას და ამერიკაში, ბრიტანეთში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კითხულობს, ეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კითხულობს ლექციებს და ეს ვიმეორებ, ძალიან ახალგაზრდა კაცი, 25-27 წლის ფარგლებში. აი რომელსაც რომ უთხრა დღეს რომ ხელისუფლებაში ხوار კიდევ გეტყვის რომ ჯერ ერთი ხელისუფლებაში სიბზნეა საჭიროა რომელიც ასე გვიპასუხა და მეორე მე მუშაობ მეცნიერების ხაზით და უფრო დიდ საქმეს ვაკეთებო თუმცა არ არის გამორიცხული არაფერი მაგრამ ძალიან კარგია რომ ნამდვილი პროფესიონალები ასე საუბრობენ და ამ დროს ჩვენ ტელევიზია ქართულზე უყურებდით ერთ ვიდეო და გადაცემა რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელოვანი მომღერალი და ამ დროს გაიყვანეს პოლიტიკაში და გარკვეული პერიოდის შემდგომ ის სიმღერას დაავიწყებენ და როგორც პოლიტიკოსი არავის არ ემახსოვრება. აი მეცნიერება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეცნიერებაა პოლიტიკა და ამას ასეთი თვალით უნდა შევხედოთ. მე ამისი გადაცემა რომელიც იყო გამარჯვების გზა დავარქ ასე უწოდეთ მას გამარჯვების გზა სადაც ვისაუბრეთ რას ნიშნავდა გამარჯვების გზა რატო ვთქვით ეს გამარჯვების გზა არის ის, რომ ჩვენ ვიცოდეთ რა პოტენციალი აქვს ქვეყანას, რომ ვიცოდეთ რეალურად რა მდგომარეობაშია ქვეყანა და გქონდეს პროგრამა, რომელსაც შეუძლია ამ მდგომარეობის მყოფ ქვეყანაში მოიყვანოს ეს პოტენციალი მოქმედებაში. ეს არის სწორედ მიმართულება გამარჯვების თეორიული, მაგრამ გამარჯვების გზა ჭირდება კიდე კადრები. სწორედ ეს იყო, რომ მიუმართეთ მეცნიერთა კონგრესმა ქართული ერთობის დარბაზა მიმართეს საზოგადოებას და ასეთ სათაურით გითხარით ვის გარეშე ვერ წარმოადგენიათ საქართველოს პარლამენტი და საქართველოს ხელისუფლება და საინტერესო ადამიანების უაღრესად საინტერესო ადამიანების ასე იგი კანდიდატურები დასახელდა ისინა ორიც რომელიც იყო გადაცემაში სწორედ ისინი დასახელებული არიან ჩემთან ერთად ვინც იქნება დღეს გადაცემაში ისის დასახელებულია ჩვენ არ ყოფილვართ კურსელები, კლასელები, როგორც იტყვიან, სამსახურში ერთად არ ვიმუშავნია, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენს კურსს და ჩვენს კლასს გარდა არის კიდე სხვა კლასები, სხვა კურსებიც და იქ არიან საინტერესო ადამიანები.
მე ყველაზე მეტად განვიცდი იმას, რომ ხელისუფლებაში მოდიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ თავის კურსელებს და თავის თანაჯგუფელებს იცნობენ. და აი ამით ზომავენ ყველაფერს და ასე გაივისო. აი ამიტომ ასე ნეპოტიზმი მეტი რა არის. შენს კურსელს გარდა არავინ არ იცი და შენს თანაჯგუფელს გარდა ან ნათესავსა და მეგობარს გარდა სხვა რომ არავინ არ იცი. აი ასეთი გზა, გამარჯვების გზა სწორედ გადის აი იმ პროგრამაზე, რომელიც სამი ნაწილისგან შემდგირდით პროგრამაზე. ინვენტარიზაცია ქვეყნის, ანუ ვიცოდეთ რა შეუძლია, რა შეიძლება გაკეთდეს ამ ქვეყანაში. მეორე, ვიცოდეთ რეალურად რა მდგომარეობაა ქვეყანაში, ეს უნდა იყოს მიუკერძოებული ანალიზი და გქონდეს პროგრამა ამ მდგომარეობის ქვეყანაში, ეს პოტენციალი როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში. მეცნიერთა კონგრესმა დაასკვნა, რომ დღემდე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ დღემდე არც ერთ ხელისუფლებას საქართველოს პოტენციალის 7%-ზე მაქსიმუმ შეიძლება რაღაც მონოკეთებში 8-9-10%-თან შეიძლება მიახლოვდა 7-10%. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი რა რეზერვი გააჩნია ქვეყანას. და აი ამის გამო რომ ჩვენ დიდარ ქვეყანაში ცხოვრობთ ღარიბად, რადგან ჩვენი ქვეყნის პოტენციალის 7%-ზე მეც ვერ ვიყენებთ, რომ ქვეყანას ჭამს კორუფცია და ნეპოტიზმი. აი სწორედ ამას ებრძვის ეს პროგრამა. გამარჯვების გზა გადის სწორედ იმაზე, რომ დავამარცხოთ ის, რაც დაკავშირებულია რომ სიცრუეში მოვაცხოვრებთ ხალხს, კორუფცია დავამარცხოთ და ნეპოტიზმი დავამარცხოთ. ეს უნიშნულოვანესი რამ არის. ჩვენ იმ გადაცემის შემდგომ გათვალისწინებული გქონდა, რომ უნდა შემდგომი გადაცემა ყოფილიყო ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაზე. და ვამბობდით იმას, რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა არის დოკუმენტი, რომელიც არავისთან არ გვაპირისპირებს, არავისთან არ გვაჩხუბებს. და ჩვენ დღეს ორ მთავარ დოკუმენტს ჩვენი საუბრის გარდა მოისმენთ თქვენ. ეს არის ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, გარკვეული პერიოდის შემდგომ ის ჩაერთვება და მეორე ბოლოში დასრულდება თამარ მეფის სიტყვით მეფეთ კურთხევის დროს. ინოვაციები ვახსენე. საქართველოს უნდა იყოს ინოვაციური ტექნოლოგიების ქვეყანა. აი სწორედ ამიტომ მზადდება ეხლა ის, რასაც პოტენციალი ნიშნავს და იქმნება საერთაშორისო ინოვაციური ალიანსი, რომ საქართველოს ნიჭის ძალაუფლებით წავიდეს წინ. ეს არის მეცნიერთა კონგრესი. ამიტომაც ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ არ გინდათ ამდენი გაერთიანებები, არ გინდათ ამდენი პარტიები, არ გინდათ არაფერი, თუ თქვენ სკამისთვის არ იბრძვით და ძალაუფლებისთვის არ იბრძვით. მეცნიერებმა ძალიან სერიოზულად, ფუნდამენტურად ჩამოაყალიბეს. განვიხილოთ ესენი, რაც საჭიროა შევცვალოთ, მივამატოთ, გავაძლიეროთ, მაგრამ ახალ თეორიებს მოვაყალიბებთ და ვამბობთ იმას, რომ რამდენი ხანია ჩვენ ვთავაზობთ ქვეყანას, სახელმწიფოს, ხალხს და ხელისუფლებას ვთავაზობთ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას და ვერაზობს ვერ შევძელით, რომ თუნდაც მისი განხილვა შემდგარიყო. დღეს რატომ დადგა ეს აუცილებლად და მე დღეს მოვიწვიე გადაცემაში სპეციალურად იურისტი, ადვოკატი, ძალიან საინტერესო და ღონიერად მოაზროვნე კაცია, მომდროს ხელოვანია, შემოქმედია, პოეტია და ეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბატონი ნიკოლოზ ბებაღიშვილი. რატომ მოვიწვიე? იმიტომ რომ მასთან ერთად კიდევ გავიარო და ვთქვა, რომ ჩვენ დღეს რომ მიგვეღო ის ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, ვისთან ვიქნებოდით წინააღმდეგობაში? ამერიკასთან არა, ევროპასთან არა, აზიასთან არა, რუსეთთან არა. ესე იგი, რატომ არის ამა თუ იმ პიროვნებაზე დამოკიდებული, საით წავიდეთ და ვისთან დავდგეთ ახლოს და ვის გავეგოთ ფეხქვეში. და ვთქვით, რომ თურაშაულის პატრონი ტყეში არ უნდა ეძებდეს პანთას. ეს გაგვახსენა ჩვენ და ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას, ვიდრე ჩვენ წარმოვადგენთ. მე უბრალოდ ვამბობ იმას, რომ ამ დღეებში გამოქვეყნდა წერილი ბატონი ირაკლი კობახიძის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით, ყოველ შემთხვევაში ასაფუთებენ და არავისჯერ არ უარყვია, წერილი დონალდ ტრამპისა და ჯეი-დი ვენსის მიმართ, ღია წერილი. მე უბრალოდ გაოცებული ვარ, პირველი იმით, რომ ეს წერილი ეჭვმეპარება რომ საქართველოში დაიწერა. მეორე ეჭვმეპარება იმაში, რომ პოლიტიკა ესმის იმ ადამიანებს, ვინც ეს წერილი შექმნა. მით უფრო ხელს ვინც აწერს. არ შეიძლება ამერიკის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს ერთდროულად გაუგზავნოს წერილი. ესე იგი, ეს ამერიკის პრეზიდენტს აყენებს შეურაცხყოფას და ეუბნები, რომ შენ კი არ გწერ მარტო, წერ ამავე დროს შენს ვიცე-პრეზიდენტსაც. აშვაში ეს ამერიკის პრეზიდენტი არ არის საკმარისი თუ რაიმე გინდა. მაგრამ ყველაზე მეტად გამოუცა წერილი, რითაც იწყება იმ წერილი, რომ ესე იგი კობახიძის იმით ამბობენ, რომ სრულად არის, ნაცვლად იმისა, რომ იყოს, რომ
დაიწყო იმით, რომ გიდასტურებ დიდ პატივისცემა, შეიძლება ამ წელში ეს გაზეთებში რომ გამოქვეყნდა არ იყოს, მაგრამ იწყება იმით, რომ რამდენიმე კვირის წინ აქ არის ამერიკის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს ბატონ ჯეი-დი ვანსს და წერია, რომ რამდენიმე კვირის წინ მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკული ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილის წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას სუფთა ფურცლიდან კონკრეტული მგზავრობით გაგვიახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და დააკვირდით ბოლოს, თუმცა ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მივიღია. ჩვენ ვავალდებულებ, პასუხი არის, ჩვენ ვავალდებულებთ ამერიკის პრეზიდენტს, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, გითხარით რომ ეს დიპლომატიაა და არ ვუღური რომ ორივესთან ერთად წოიგზავნება, მაგრამ ვავალდებულებთ მათ, რომ აი საჯარო განცხადებებს ასაკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყოს კურსში ან კიდე რა წერილისაც აგზავნის აი ამის თაობაზე ისინი იყვნენ კურსში და აქ წელში ისეთი რამეებია მინიშნებული. მე ამ წერილმა დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ეს წერილი არ არის იმისთვის მომზადებული, რომ ამერიკასთან ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. ეს წერილი არის ჩამოყალიბებული იმისთვის, რომ ქვეტექსტი იკითხება ყოველ შემთხვევაში, ღმერთმა კნას მე ვწდებოდი. იკითხება, რომ ამერიკასთან საერთოდ დავასრულოთ ურთიერთობა, ამ წერილზეც პასუხს არ მივიღებთ, ან მივიღებთ ცუცს და საქართველოს ხელისუფლება ეთქვის და პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოსახლეობას ეთქვით. რა ვქნათ? ხედავთ, არ უნდა გვაქვს ჩვენ ამერიკას და არ უნდა ჩვენთან ურთიერთობები და ამიტომ იზოლებული ვართ, რომ წავიდეთ ჩინეთისკენ, წავიდეთ რუსეთისკენ, წავიდეთ ირანისკენ, წავიდეთ სხვა სამყაროსკენ, ვიდრე ვთქვათ ამერიკა და ევროპა არის. მე ამ წერილის უკან ამას ვხედავ, მით უფრო ყველა პიროვნება, რომელიც დღეს ხელისუფლების სიმღერას მღერის, ყველა ლანძღავს, ასე წარმოუდგენლად ამერიკას, ევროპას და საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკიდან მიღებული ფულიც კი ანალიზები კეთდება რაღაც, აი აზროვნებაში ვერ მოთავსდება, აი ესეთი ანალიზებია, რომ თურმე ფული რასაც ვიღებთ, ჩვენ უფრო მეც ვხარჯავთ ამერიკისთვის, ვიდრე ჩვენ ამერიკა გვეხმარებოდა. ნუ ახლა ლოგიკა არ არის ამაში, ეს ერთია, მაგრამ ადამიანებს ახლა დაარწმუნენ, როცა ესენი გამოდიან ტელევიზია, მათ აქვს, ჩვენ არავინ არ გვაძლევს და კიდევ კარგი რო არსებობს ეს ქართული ტელევიზია, სადაც გვაქვს საშუალება და ყოველთვის ყველა გამოსვლისას მივმართავთ ნებისმიერ პიროვნებას, მეგობარს, მეზობარს ურჩიეთ, რომ ეს ტელევიზია რაც შეიძლება ბევრმა შევძლოთ ის, რომ უთხრათ ხალხს, რომ არსებობს ასეთი ტელევიზია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ არ ვიცით რა არის ესე იგი სახელმწიფო ტელევიზია, ჩვენ არ ვიცით რა არის ოპოზიციური ტელევიზია, ჩვენ ვიცით მართალი ტელევიზია. ამ ტელევიზიით გამოდიან ამ ხელისუფლების მომღერლები და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისინი უფრო კეთილგანწყობილიანია, თუნდაც ამ ხელისუფლებისადმი, თუ ჩვენ ამას ვლაპარაკობთ, ვერ გეტყვით. მე მგონი ნებისმიერი ხელისუფალისათვის კარგია გუნდი, რომელიც ეუბნება, ვთქვათ, შეიძლება ცდება, მაგრამ გულწრფელად ეუბნება თავის მოსაზრებას. ჩვენ დღეს გულწრფელად ვეუბნებით ხელისუფლებას მოსაზრებას, რომ ეს წერილი არის შეცდომა, ეს წერილი არის შეურაცხყოფა საქართველოს. ეს წერილი საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ბნელი წერილი, იმიტომ რომ არ შეიძლება ცივილიზაციის სათავეებთან დგომი ქვეყნის პირველმა პირმა ასეთი მათხოვრული წერილი, რომელიც შემდგომ კიდევ წერია, რომ მეტიც რაც დაგიკითხეთ, მე მეტიც დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია. ესე იგი, ეუბნები იმას, რომ 4 თვეა მოსული ხარ და კომუნიკაცია არ შემდგარა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული ხელისუფლების შორის. ანუ აღიარეთ იმას, რომ თქვენ მე არ მცნობთ. და ესე იგი, ეხვეწებით, ეუბნებით იმას, რომ მე რატო არ მცნობო. ის ხელისუფლება ამას ასეთulis, მაგრამ ესე იგი, წარმოიდგინეთ მე უკვე რომ ესე იგი, რას ვწერთ ჩვენ შეხედეთ ამას ვწერთ გულისყივილით, იმიტომ რომ უკვე მრავალი წელია საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მხარში ედგა ამერიკის შეერთებულ შტატებს, წარმოიდგინეთ თქვენ, ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში, სადაც საქართველოს ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცი იყო წარმოდგენილი და საოცარი რამდა 2.5 მილიარდი დოლარი დაგიზოგეთო ჩვენო. ესე იგი ამერიკასო რომ ჩვენ იქ რო გეხმარებოდითო, რა გითხრათ ბატონებო? ღმერთმა ქნას რომ არავინ არ გაიზიარო ჩვენ მოსაზრებას. ღმერთმა ქნას რომ თქვათ ჩვენ მოსაზრება იყოს მცარი და ვინც ამბობს რომ ასეთ წერილი უნდა გაგზავნილიყო, მათი მოსაზრება იყოს
ისა მე ქართველი კაცი ვარ, ვიცი ქართული ისტორია და მე ასეთ მათხოვურ წერილს და ესე ფერქვეშ გაგებული წერილს აი სადაც წერია რომ ესე იგი რეალურ დახმარებაში ასევე აქვთ თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს და USAID-ს და რაღაც სასაული რამეები წერია. ამ წერილში უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შემარცხვენელია, მაგრამ მე გთავაზობ, პასუხობთ ბატონო ირაკლი, თქვენ რო ამბობთ, რომ ჩვენ აქ წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთან ურთიერთობისთვის არაფროს დროს გვეღალატნიერო. ყველაზე დიდი ღალატი ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით და ეს ღალატი გამოიხატა ჩინეთთან სტრატეგიული ხელშეკრულების ხელმოწერით. თქვენ არავინ არ გეუბნებათ, რომ ჩინეთთან არ გქონდეთ ურთიერთობა. არავინ არ გეუბნებათ, რომ ჩინეთის მიმართ არ ვიყოთ, თქვათ, განწყობილი თანამშრომლობის განწყობით არ ვიყოთ. მაგრამ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება ჩინეთთან, რომელშიც ჩვენ ვაღიარებთ ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ჩინეთი არ აღიარებს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას, სადაც პრაქტიკულად ამერიკის შეერთებული შტატები რომ თulis ნომერი პირველი მტერი ჩვენთვის არის ჩინეთი და ცდილობს რომ მასთან დაალაგოს ურთიერთობები და ტრამპის გამოსვლა თუნდაც არაბეთში უხელ ღამით რამე ვისმენდი ამას და ამაკი ვარ აი როგორ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი როგორ შეიძლება რომ ამ ქვეყნის აი როგორ ხდებიან იქეთ ამ ქვეყანასთან ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან არ გინდოდეს ურთიერთობა და ჩხუბის წერილს წერდე და საყვედურების წერილს წერდე ამ წერილის უკან კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის ის აზრი რომ ამერიკა არც ამ წერილზე გაცემს პასუხს ამ თუ გაცემს უარყოფით პასუხს და თქვენ გექნებათ სალაპარაკოს ქართულ ხალხთან აი ხო ხედავთ არ უნდა მათ ჩვენ მივდივართ სხვა მიმართულებით კატასტროფაა ეს ბატონებო კატასტროფა თქვენ არ შეგიძლიათ ღიად აღიაროთ რომ თქვენ რუსეთი გინდათ თქვენ არ შეგიძლიათ ღიად აღიაროთ რომ ჩინეთი გინდათ არ შეგიძლიათ ღიად აღიაროთ რომ ირანი გინდათ მაგრამ არ ეკითხებით ქართველ ხალხს რომ უნდა თუ არა ეს სახელმწიფოები იმის სანაცვლოდ რომ ჩვენ გავემიჯნოთ ამერიკას ევროპას და ამ ცივილიზებულ სამყაროს ეს უსერიოზულესი საკითხია ბატონებო უსერიოზულესი მე დღეს ამ დეტალებზე აქ დეტალებში არ შევდივარ ჩემთვის ვიმეორებ როგორც ქართველისთვის ეს წერილი არის უდიდესი შეცდომა და ამ წერილზე მე დღეს Facebook-ზე დავდე და პირდაპირ ვამბობ დაუჯერებელია წერილიც დავდე ჩემს გვერდზე თეიმურა შაშიაშვილი Facebook-ის ამ გვერდზე და ვიქვე დავწერე დაუჯერებელია რომ ასეთი აბსურდული ქვეყნისა და ხალხის შემარცხვენელი წერილი დაიწერა საქართველოში და პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით გამოქვეყნდა. ღია წერილის სახით. ან გაზეთ ალია მტრობს ქვეყანას, რომელმაც გამოაქვეყნა ეს, ან პრემიერ-მინისტრი. გავიხარებთ თუ ტყვილი აღმოჩნდება, რომ ასე წერილი არ დაწერია საქართველოში და ხელი არ მოუწერია პრემიერ-მინისტრს. და თუ ეს სწორია და პრემიერის სახელით ასე წერილი არსებობს, პირდაპირ ვიტყვი, უარეს ტრაგედიას ვერს იფიქრებ ქვეყნისადმი ტულად განწყობილი ვერ იფიქრებ და ქვეყნისადმი ტულად განწყობილიც კი. ამ წერილის არსებობა ან მთავრობის დასასრულია, ან ქვეყნის დასასრულია, თუ ასეთ მთავრობას არ დაასრულებს. სიმერამეს ვწერ, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ვწერ გულწრფელად. ვწდები? კი ბატონო, მაგრამ წაიკითხეთ ეს წერილი ბოლომდე. და წაიკითხეთ ხელშეკრულება, ვისაც ხელშეკრულება არ წაგიკითხავთ, რა ხელშეკრულებაა ჩინეთთან, რომელსაც გარკვეულწილად მალავენ, ნუ მეკამათებით. წაიკითხეთ ხელშეკრულება ჩინეთთან. ჩინეთი არის ამერიკა თulis რომ რუსეთი არ არის ისეთი მტერი ამერიკის და ისეთი მოწინააღმდეგე როგორც ჩინეთი და საერთოდ ჩინეთი მსოფლიოში სხვა სიმაღლებს იღებს და არ ამგონია რომ ეს ქართულისთვის კარგი იყოს. ჩვენი ამოცანა არ არის რომ ჩინეთს ვებრძოლოთ. ჩვენი ამოცანა არ არის რომ ამერიკა ვაკრიტიკოთ. ჩვენი ამოცანა არ არის რომ ევროპა ვაკრიტიკოთ. ჩვენი ამოცანა არ არის რომ რუსეთთან, ირანთან დაპირისპირებული ვიყოთ. ჩვენი ამოცანა არის ის, რაც ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში მიწერია. მე მოკლე სიტყვას ალბათ იტყვის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრ რამეზე ვაპირებთ, განსაკუთრებით მინდა ბატონი ნიკოლოზის მოსაზრებები, როცა მოვისმენთ ჩვენ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას, აი რა დოკუმენტი შექმნეს მეცნიერება. აი უნდა ვიემახოთ. ნაცვლად იმისა, რომ ეს დოკუმენტი გქონდეს მიღებული და ნაცვლად იმისა, რომ აი ასეთ ქვეყანა უთხრათ თელ მსოფლიოში, ეს ვარ ჩვენ. გინდათ ეს ქვეყანა? გინდათ თუ არ გინდათ? კი ბატონო, თქვენი გზით, ჩვენი გზით. აი ნაცვლად ამისა, აი ესე იგი ხედავთ როგორ არის მათხოვურ
წერილებს წერთ აქედან მათხოვრულ წერილებს ქვეყანა რომელიც ცივილიზაციის სათავეებში იდგა ცივილიზაციის სასარგებლოებიდან მოვდივართ და მუდმივად ცივილიზაციის წვერვალზე იყო საქართველო არ იყო არასდროს აქციული ქვეყანა და დავით აღმაშენებელმა თქვენ ინოვაციური ქვეყანა ვიყავით დავით აღმაშენებელმა ზეცის კვლევა დაიწყო რომელიც არავის არ ქონდა მაშინ ობსერვატორია შექმნა გელაჩი თამარ მეფემ პირველი პარლამენტი ჩვენთანაა დარბაზი რომ შექმნა ჩვენ სწორედ ამ ინოვაციების ქვეყანა ვიყავით დღეს აღიარებულია რომ ისაც დავით აღმაშენებელს ჰქონდა ძლიერს ეხმარებოდა ძლიერს ედგა გვერდით და იცავდა სუსტს ეს არის კონვენგენციის თეორია რომელიც 21 საუკუნის მთავარ თეორიად იქნა აღიარებული და ჩვენ მეფეს 10 საუკუნის წინ ჰქონდა ეს ყველაფერი ჩვენ რა გვაქვს ვინმესთან არ ფეხფეშ გასაგები ასამათხოვრო რა გვაქვს რატო უნდა ვეუფროსოთ ვინმეს ჩვენ ყველას ვეუბნებით რომ ჩვენ თანამშრომლობისთვის და ეს არის ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა გუშინ წინ ანდრია პირველწოდებულის დღე იყო დღეს თამარ მეფის დღეა გუშინ შვაში რა დღე იყო ქართულმა ფეხბურთმა 1991 წლის თუ არ ვცდები აი სწორედ იმ დღეს 13 მაისს ამ ორ დიდ დღეს შორის 13 კარგცეის მოუგო და სასწაულის შედეგით დამთავრდა ესე იგი ის გოლი რომელიც და აი რა ტექნიკა აჩვენეს ჩვენმა ფეხბურთელებმა 91 წელი ანუ ეს 12 რიცხვი 13 რიცხვი 14 რიცხვი გამარჯვების დღეა ჩვენ გამარჯვებით გვინდა ვიყოთ არ ვიყოთ მათხოვრები არ ვიყოთ წაქცეულები და თურაშაულის პატრონები ტყეში არ ვეძებდეთ პანტას მე ბატონ ნიკოლოზ მოგესალმებით მადლობა რომ ვართ ერთად მადლობა რომ ჩვენ ძალიან ბევრ რამეზე დისკუსია გვაქვს ძალიან ბევრ რამეზე ძალიან სასიამოვნოა თქვენი თანამშრომლობა მეცნიერთა კონგრესში და ის თუნდაც ის გუნდი რომელიც არსებობს თქვა რასაც ქვია ლიტერატურული სალონი რომელიც ქალბატონმა ნატალი კაპლისმა შექმნა ეს მართლაც უნიკალური მონაპოვარია და გავაძლიეროთ ეს ყველაფერი და აი ჩვენი ურთიერთობაც იქედან დაიწყო და მე ვამაყობ ამ ურთიერთობით და აი რა მე მინდა რომ მე უფრო მეტი გვაქვს ჩვენ სალაპარაკო მაგრამ თქვენ რამდენიმე წუთით რაც მე ვთქვი რაიმე გაქვთ ისეთი რომ აი თუ ეწინააღმდეგებით ან მიუღებელია კი ბატონო დიდი მადლობა ბატონ თემურ მივესალმებით ტელემაყურებელს პირველ რიგში სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო თამარობა თამარის ხსენების დღე მოგეხსენებათ თამარ მეფე საქართველოს ისტორიაში არის განსაკუთრებული პიროვნება განსაკუთრებული მეფე განსაკუთრებული წმინდანი და მართლაც უდიდესი ბედნიერება უდიდესი მართლაც სიმდიდრეა რომ საქართველოს ყავს ესეთი ღირსშესანიშნავი ესეთი ღირსეული მსოფლიოში გამორჩეული მეფე ესე იგი მოგეხსენებათ საქართველოში ბეთანიის ეკლესიაში ბერთუბნის ეკლესიაში ვარძიაში ყინწვისის ტაძარში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში არის ამ ტაძარში არის ესე იგი თამარ მეფის ხატი ასევე ახალციხეში არის მისი ძეგლი და მაგრამ ჩვენ არა გვაქვს მისი საფლავი არ ვიცით აქ დროთა ასე ვთქვათ სიავეებმა ესეთი თქვათ სიტუაცია შექმნეს ქვეყანაში რომ თანამეფის საფლავი დღეს არ აქვს მაგრამ მე მინდა მაინც გავაკეთო აქცენტი იმაზე რომ თანამეფის დროს ყუთლუ ასლანი როდესაც ფინანსთა მინისტრი დარბაზის შექმნას ცდილობდა მან ეს იდეა გაიტანა და ბოლოს და ბოლოს შეიქმნა პირველი პარლამენტი მსოფლიო ისტორიაში და სწორედ 60 წლის მერე ლორდთა და თემთა პალატა შეიქმნა ინგლისში და ისინი აღიარებენ პირდაპირ რომ ეს პარლამენტი ინგლისის პარლამენტი სწორედ შეიქმნა ყუთლუ ასლანის და თამარ მეფის პერიოდში და იმ საწყისებზე რომელიც მათ დაიწყეს და მათ შექმნეს აი ამხელა უდიდესი დემოკრატიული ინსტიტუციების ისტორია გვაქვს საქართველოს გიორგი ბრწყინვალის სულხან-საბა ორბელიანის თამარ მეფის ყუთლუ ასლანის სახელმწიფოში და სამშობლოში ესეთი დიპლომატიური კრახი როგორც დღეს აქვს საქართველოს უბრალოდ არ ეკადრება იმიტომ რომ საქართველო მუდმივად იყო უღირსეულესი წარმომადგენლობითი ესე იგი ქვეყანა როდესაც ადამიანები იყვნენ განწყობილნი იქითკენ რომ ეაზროვნათ სახელმწიფოებრივად საქართველოში მუდმივად იყო განცდა იმისა რომ
არის რაღაც გამოწვევები, ყოველთვის იყო გამოწვევები, ყოველთვის იყო პრობლემები, ყოველთვის იყო შემოსევები. აი თამარ მეფის დღე არის დღეს. შამქორის ბრძოლა, ბასიანის ბრძოლა. მინდა ვახსენო. დავით სოსლანი, მისი უღირსეულესი მეუღლე. მისი პირველი ქმარი გიორგი რუსი, როგორ იქნა განდევნილი რა ძალიან ბევრი ობიექტური მიზეზების გამო, ხო? რაც იყო. ანუ თამარ მეფე რომელიც იყო უდიდესი მორწმუნე. ხო? ფეხში შველა მიაცილებდა ჯარს ომში, შამქორის ბრძოლაში, ბასიანის ბრძოლაში. აი ის დიდი აღთქინება სამშობლოს შესათვის თავდადება საქართველოს მოღვაწეობა ის თითქოს ყველაფერი მინავლებულია, დაკარგულია. აი განცდა იმისა, რომ საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოლოს ადამიანს, საქართველოს ინტეგრაციისთვის იბრძოლოს, არათუ რა დეზინტეგრაციისთვის და დაშლის დაყოფისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველო შედგეს როგორც ცივილიზებული, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო იმ ცივილიზებულ ერთაშორის. და დღეს, როდესაც მე-19 საუკუნეში გრიგოლ ორბელიანი წერდა ესეთ ლექსს თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში. მე როდესაც ბავშვობაში ამ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ამ ლექსს ვკითხულობდი, ცრემლები მომდიოდა, რომ რა დღეში იყო მაშინ საქართველო რუსეთის მიერ დაპყრობილი გუბერნია და პოეტი გრიგოლ ორბელიანი ტიროდა, წუხდა იმ დაბეჭდებულ მდგომარეობაზე, რაშიც საქართველო იმყოფებოდა. და დღეს როგორ ვფიქრებდი, რომ 2 საუკუნის, თითქმის 2 საუკუნის შემდეგ იგივე და უფრო უარეს მდგომარეობაში შეიძლება იყოს. მე მინდა წავიკითხო ამ მონარიდი გრიგოლ ორბელიანის ამ გენიალური ლექსისა პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება ითქვას თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში და მე პარალელი გავავლოთ დღევანდელ რეალობაზე რაც არის. შენს წმინდა სახეს შვენებით სავსეს სახიერებით განსხივებულსა უგზელ წალვითა თაყვანისცემითა ცრემმორეული გემთხოვი ფერხთა მიხარის და გიმზერ წუხარ და გიმზერ და ესეთ მზერამ სულ სიკვდილამდე არ გამოფხიზდე რომ აღარ გზნობდე ჩემი სამშობლო სული დაცემას და ბოლოა ესეთი დამცირებულსა ხმა მიღებულსა ბედ დაკარგულის ივერიზეს ეჭვით ახსილსა უსასოდ ქმნილსა გულუ იმედოს გაუხარებელს ვაჰრაც წახდეს ვეღარ ახდეს ვეღარ ახვავდეს ახლის შენებით და რაც დაეცა ის წარიტაცა შავმა ყორანმა ვით უმწეო მსხვერპლი ჰეცრუ სოფელო დაუნდობელო შენში კეთილსა არს ფერ უცვლელი დიდება ჩვენი ცაცხი მიმფენი ნუთხუ ესღა გვაქვს ხედავთ რასაც დაყრუებულსა გზა შეუვალსა უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს სად სახემეფის დიდის თამარის ჩანს ძველს კედლებზე გამოხატულად აი 1877 წელს არის ეს ლექსი შექმნილი 1800 დღეს არის 2025 წელი დროთა სიავის გამო მაშინ გრიგოლ ორბელიანი იყო რუსეთის სამსახურის როგორც გენერალი და მოგეხსენებათ უდიდესი პიროვნება ზოგადად მსოფლიო თავისუფლებისათვის მებრძოლთა ისტორიაში შამილიცკი მისი თაოსნობით იქნა დაჭერილი. აი ესეთი აუბედითი ქვეყანა არის საქართველო და დღეს 2025 წელს იგივე პრობლემები არის, იგივე მძიმე პრობლემები არის, იგივე ხმა აქვს დაკარგული ქართულს თითქოს. აი ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ ჩემო კარგო ქვეყანა რაზედ მოგიწყენია, აწყმო თუ არ აგწყალობს მომავალი შენ ეს მომავალი როდის უნდა დადგეს მეგობრებო. ეს 1837 წელს დაიბადა ილია ჭავჭავაძე, ხო? მე-19 საუკუნეში ამბობდა ამას ის. და დღეს არის 21 საუკუნე და იგივე პრობლემებია. აქედან გამომდინარე, აი მე მინდა გადმოვიდე რეალურ ესე იგი პრობლემებზე, რაც დღეს არის და რაღაცნაირად განვიხილოთ ეს ქართული ერთობის დარბაზი და ეს ქართული ეროვნული დოქტრინა, რომელზეც ბატონი თემური საუბრობდა, ეს არის მართლაც უდიდესი მნიშვნელობის საქმე ქვეყნისთვის. იცით თუ
საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი თანამემამულეები, ღირსეული მამულიშვილები ამ ქვეყნისა არ შემოუერთება ამ დიდებულ იდეას, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო არის ნათქვამი. ჩვენ თუ გვინდა რომ ქვეყანას ვუშველოთ, თუ გვინდა რომ ჩვენ ქვეყანაში შეიცვალოს მდგომარეობა აგერ ავღანეთში, სომალში, ბანგლადეშში, ინდოეთში, პაკისტანში ყველა თითოეულ მათგან მოქალაქეს შეუძლია დაუბრკოლებლად აბსოლუტურად ყველა წინააღმდეგობის გარეშე შემოვიდნენ საქართველოში, იყიდონ ბინები, დასაქმდნენ და ამ დროს ჩვენი ღირსეული ათასობით თანამოქალაქე ტოვებს ქვეყანას. ეს პროცესი როგორია შეხედეთ? აი დღეს ხდება, როცა ეხლა მე თქვენ მოგმართავთ და აქ ვსაუბრობთ. ეს პროცესი დღეს გრძელდება. დღესაც ჩამოდიან ამ ქვეყნებიდან ადამიანები მასიურად, არა იმისთვის, რომ ტურისტულად და აქ ფული დახარჯონ და მერე დაბრუნდნენ, მოინახულონ ეს ჩვენი ღვთიური სამშობლო. არამედ აქ სამუდამო დასარჩენად ჩამოდიან ისინი. და ეს არ არის უსაფრთხოების უდიდესი პრობლემა ქვეყნისთვის? უსაფრთხოებას არ უტყავს პირდაპირ ესეთი ტენდენცია, რომელსაც დასასრული არ უჩანს. არანაირი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ჩვენ ვერ მოვისმინეთ ამ უდიდეს პრობლემებთან დაკავშირებით და უდიდეს საფრთხეებთან დაკავშირებით. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ის, რომ როდის შეიძლება რომ თქვათ ვიმუშაოთ მართლა მაღალ დონეზე დიპლომატიური კუთხით, რომ არ იყოს ისეთ იზოლაციაში ქვეყანა, როგორც დღეს არის, ხო? ანუ აი მაგალითად ამერიკაში დღეს პრემიერ-მინისტრმა ჩემი ინფორმაციით აი თემური შაშიაშვილიც კითხულობდა ამ წერილს გააგზავნა ეს წერილი. მე მესმის რომ ხელისუფლებას უნდა წერილი გამოაქვეყნა ესე იგი ეს ასეთი რამ ასეთი ისტორია ზარახსოვს. არა მე მესმის რომ ხელისუფლებას უნდა რომ რაღაცნაირად გამოეხმაუროს ამერიკის ახალდარჩეულ პრეზიდენტს, შეახსენოს თავი. ეს გასაგებია, მაგრამ ისეთ რა არის ნებისმიერი ესეთი ღია წერილი უნდა იყოს უდიდესი პასუხისმგებლობით დაწერილი. აქ უნდა იყოს მოყვანილი. როგორც იურისტი, ბატონიკოს მინდა გითხრათ. მე რომ დავწერე ჩემთან, თვითონ სიტყვა მაწუხებდა და მინდოდა შემეცვალა. აი რომ ეს აბსურდული წერილი თქო. მე წერილს ვაფასებდი. აი ნახეთ რა უწერია ესე იგი პრემიერ-მინისტრის გაგზავნის წერილში რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი, ესე იგი კონგრესის მიერ მიღებულ კანონს უწოდებ აბსურდულს. რომელი დიპლომატია გეკითხებით? ეს ხო ნიშნავს იმას, რომ შენ ამერიკას ეუბნები, მე სხვაგან მივდივარ. მაგრამ ეს ასე მაქვს განსაზღვრული ამ წერილით. მაგრამ ქართველმა ხალხმა იცოდეს, აი ქართველი ადამიანი, რომელიც თქვენ მოგიწონებთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს ეუბნებით, რომ კონგრესმა, სადაც აბსოლუტურმა უმრავლესობამ 90%-მა მხარი დაუჭირა ამას, თქვენ წერილში უწოდებთ აბსურდულ კანონს. ხო შეგიძლიათ დაგეწერათ, რომ ჩვენთვის ძალიან მიუღებელია, კი ბატონო, ჩვენ არ ვეთანხმებით ბევრ ამას, კი ბატონო, მაგრამ კონგრესის მიერ მიღებულ კანონს უწოდო აბსურდული. ნუ ეს რომელი საწერია ესეთი რამ და ვის წერ ამას? აი თქვენ როგორც იურისტი რომ შეაფასებთ ამას, რომ აბსურდული უწოდო კონგრესის წერილს. აი სწორედ ამას ვამბობდი მე, რომ ნებისმიერი ესეთი მნიშვნელობის წერილი უნდა იყოს უდიდესი პასუხი და უდიდესი სიფრთხილით შექმნილი და დაწერილი. დიპლომატია სწორედ ამაში მდგომარეობს. თქვათ აკადემიურ წრეებში დიპლომატია ხომ ის არის რომ შეიძლება თქვათ პირდაპირ თუნდაც ფიქრობდე ამას თქვათ რომ ამის თქმა რაღაც პროტოკოლში არ ჯდება, რაღაც ეთიკაში არ ჯდება, ხო? ანუ აბსურდული პირდაპირ არის ეს შეურაცხმყოფელი, ხო? ანუ ყოველგვარ გადამატების გარეშე. ანუ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მესმის რომ ხელისუფლება ცდილობს რომ თითქოს ანუ რაღაცნაირად ამერიკასთან რაღაც ურთიერთობები რომელიც არის აბსოლუტურ ჩიხში შესული რაც გამოვიდეს ამ ჩიხიდან, მაგრამ ამ ესეთ წერილებით არ გამოვა ეს. ანუ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ხელისუფლება შთავაგონოთ მაინც თუ თვითონ ვერ იაზრებს, თვითონ აი მაგალითად მეცნიერთა კონგრესის წევრები, ვინც არიან და ვართ ის ადამიანები, რომლებიც ქართულ დარბაზს წარმოადგენენ, ხო, რომ ჩვენ რაღაცნაირად გავაჟღაოთ ამ ტელევიზიიდან მაინც თუ სხვა ტელევიზია გბლოკავს და ყველანაირ წინააღმდეგობას ქმნის იმისთვის, რომ ნამდვილი ჭეშმარიტი ქართული ხმა ისმოდეს. აი ამ ტელევიზიიდან შემიძლია და უფრო მეტი დიპლომატია იქნებ მოუხმოთ.
მოუხმოთ მაღალ პროფესიონალებს საბედნიეროდ ბატონო თემურ სასაული ბატონო ნიკოლოზ რასაც თქვენ საუბრობთ იურისტი ხართ და აქ ვახსენებ ჩვენ ჯორჯ ორუელის იმაზე ვლაპარაკობთ და ველაპარაკებით ამერიკის პრეზიდენტსა და იმას მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ამ წერილის მიზანი არის დაასრულოს ამ ხელისუფლებამ ამერიკასთან ურთიერთობა და გადავიდეს ურთიერთობაზე რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან, სხვა სახელმწიფოებთან, მაგრამ ქართველ ხალხს ეს რო უთხრა პირდაპირ, ქართველი ხალხი გეტყვის უარს, ამას რატო აკეთებო? ამიტომ აკეთებ ისე რომ აი მე ამერიკას ხედავ, როგორი წერილი გაუგზავნე და მე არ პასუხობს ამერიკა ამ წერილებზე. მე ვერ გეტყვით, აი გეუბნებით რა. უბრალოდ ისეთი პოლიტიკური კულტურა ჩამოყალიბდა ქვეყანაში, ამას კულტურა კი არა, უკულტურობა ქვია, რომ აშკარაა, რომ სერიოზულ დაბრძენებულ, აი ვთქვათ, აკადემიურ პოლიტიკოსებს არავითარი მხარდაჭერა არ ექნება თუ საზოგადოებისათვის ეს წერილი შემაშფოთებელია თუ ამ წერილის უკან ესე იგი საზოგადოება ვერ ხედავს მიზანს რა უნდა ხელისუფლებას რომ მე იმიტომ რომ ეს წერილი მეეჭვმეპარებო საქართველოშია დაწერილი დაიწერა სხვაგან ამით ესე იგი ეს წერილი ამბობს იმას რომ ვითომ მე მინდა ამერიკასთან კარგი ურთიერთობა მაგრამ არ გამოდის თანაც ლამძღავთ აი ეგრე ასეთ რამეს უნდა უწერ პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს რომ ადმინისტრაციას მეგობარი აქტზე არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუგრძელებია. ესე იგი, პრეზიდენტს ეუბნები რომ შენ რატო არ გამოდი და რატო არ თქვი რომ ეს აქტი არის მიუღებელია. ნუ პრეზიდენტი ამას მხარს უჭერს და თავის ხელმოწერითაც დაადასტურებს და ეს არის ეს უნდა დამად. რომ აი ამას აი მე რომ ეხლა ვიყო თქვა რომელიმე ამერიკელი რო ვიყო ამ წერილით ვიქნები შეურაცხყოფელი მე როგორც ქართველი ვარ შეურაცხყოფელი ამერიკელი რო ვიყო და ამერიკის დღეს პრეზიდენტმა ეს ამ წერილს რო წაიკითხავს ესე იგი იტყვის რომ ამ ხალხთან ურთიერთობა არ შეიძლება და ეს უნდა ამ ხელისუფლებას რომ მე ქართველ ხალხს ჩვენ გვითხრან რომ აი მე ყველაფერი გავაკეთე ამერიკასთან ამერიკას არც ფერქვეშ არ უნდა გაიგო და არც ასე წერილები არ უნდა მიწერო ეს არ არის ქართული აი რაც აქ წერია მე გითხარით რომ კონგრესის მიერ მიღებულ კანონს უწოდება აბსურდულს პრემიერ-მინისტრი ხალხო ეს ქუჩაში ვინმე რო თქვას ეს თქვა შეიძლება კიდევ დასაშვები იყო პრემიერ-მინისტრი ესე იგი კონგრესის მიღებულ კანონს აბსურდულს უწოდებ ამერიკის პრეზიდენტს გეუბნები რომ რატო არ გამოდი და რატო არ დაგემეშენეს ჯორჯ ორუელს აცხადებ ეუბნები რომ ჩვენ ესე იგი თქვენზე უფრო ადრე ვთქვით რომ დიცეითი რა იყო და თვითონაც არ იციან რა არის ეგ და ლაპარაკობენ ყველანი ამ დროს საქართველოს ხელისუფლებაში ვინც არიან დღეს ყველანი იღებდნენ აი ამერიკიდან ფულს ხელფასებს მე ვარ ეს პიროვნები რომელსაც არაფერი არ მიმიღია ყველას დაწყებული პრემიერ-მინისტრით და ყველა მინისტრი ვინც არის 90%-ს ამერიკისგან მიღებული აქვთ უამრავი ფული და მაშინ ამერიკას აქებდნენ მე არ მინდა დღეს ერთ პიროვნებაზე ვთქვა ის აი გამოდის და ლაპარაკობს მე როდესაც მოიწვიეს და უთხარი რომ რაღაცა მე ამერიკაშიო ამერიკულ ორგანიზაციებში ვარო აი ხელფას ვიღებ იქო და მე ამიტომ სადამეკეთება ეკეთო და არ მოვიდა მესტიერთა კონგრესში ამის გამო ეს პიროვნება დღეს გამოდის და ლანძღავს რატომ იმიტომ რომ პრესსამსახურში თუ რაღაცა ხელმძღვანელი გახდა ხელისუფლებაში რატომ ვყიდით თანამდებობაზე ხალხო რატომ ვიყიდებით რატომ ღუპავთ იგივე ივანიშვილს რატომ ღუპავთ თქვენ ხო შინაგანად სხვანაირად ფიქრობთ თქვენ ხო 90%-ს მიგაჩნიათ რომ ივანიშვილი არ შეიძლება მართავდეს ამ ქვეყანას მაგრამ თქვენ ღიად საჯაროდ რომ გამოდიხართ ხომ ლაპარაკობთ იმას რომ ბიძინა ივანიშვილი რომ არა და ფეხქვე შეგებით სინამდვილეში ლაპარაკობთ იმასაც არ გჯერათ თვითონ მაგრამ იმის გამო რომ ან თქვენი შვილია სადმე დანიშნული ან თქვენ გაქვთ რაღაც ხელფასი პირობები და აშელ ჩვენ ერთად ან ყველანი ერთად გადავრჩებით ან ყველანი ერთად ვიღუპებით ასეთი წერილებით ან ხელისუფლება უნდა დაიღუპოს ან ასეთ ხელისუფლებას თუ შევინარჩუნებთ ქვეყანა დაიღუპება დიახ ჩვენი თვითმიზანი არ არის რომ ვაკრიტიკოთ ხელისუფლება ვაკრიტიკოთ ირაკლი კობახიძე ჩვენი პრემიერ-მინისტრი ანუ არ არის ეს ჩვენ საუბრობთ იმ მართლაც რეალურ პრობლემებზე რაც არის თუ ხელისუფლება გააკეთებს ნამდვილ ჭეშმარიტ ქართულ საქმეს ვინ არის რომ მხარი არ დაუჭიროს მართლაც აი ვინ არის ესეთი ადამიანი რომ პირიქით ჩვენ მხარს დაუჭერთ გულშემატკივრები ვიგახვდებით მათი თუ ისინი რეალურ ქართულ საქმეს ქართულ მაღალ დიპლომატიას თქვათ შეუწყობენ ხელს ეს არ არის დიპლომატია რაც დღეს ქართულმა გეთახმებით ბატონო ნიკოლოზ ნაწილში არა ამიტომ ვიტყვი რომ მოდი ჩვენ თავიდანვე განვაცხადოთ თუ მიიღებთ ამ წინააღმდეგ მე მზად ვარ მარტო
ესე იგი ხვალ 4 საათიდან 6 საათამდე და პარასკევს 3 საათიდან 6 საათამდე. ვისაც მიგაჩნიათ რომ ჩინეთთან ის ხელშეკრულება კარგია, მოდით და საჯაროდ უთხარით ხალხს. ვისაც მიგაჩნიათ რომ ეს წერილი კარგია, მოდით და საჯაროდ უთხარით ხალხს. გნებავთ ჩვენს გარეშე, გნებავთ დავждეთ ერთმანეთთან და დავილაპარაკოთ. ჩვენ ღია ვართ, არ ვიბძვით, არაფერს არ ვიბძვით, მე უბრალოდ ვიბძვით ქართულისთვის. მე ვიბძვით იმისთვის რომ ღირსებით ვიცხოვროთ, ღირსებით ვიყოთ, არც არავის ფეხქვეშ ვეგებოდეთ და არც არავის არაფერს ვეხვეწებოდეთ და მათხოვული ხელგამოსდილი არ ვიყოთ, არავისი ვინც არ უნდა იყოს, იგი რომელი სახელმწიფოც არ უნდა იყოს. ხო და აი ამიტომ, აი ახლა ვინმე იტყვის რომ კი, მაგრამ თქვენ რას გვთავაზობთ? აი ახლა მოდით ბატონ ნიკოლოვიჩ, ჩვენ ვთხოვოთ ახლა ტელევიზიის აი გუნდს, ვინც დღეს ემსახურება გადაცემებს, იმას ვთხოვოთ რომ აი ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა მოისმინეთ ბატონებო. აი რა შეთავაზეს მეცნიერებმა. და მე ჩვენ თქვენ როგორც იურისტი, ვთქვათ პოლიტიკოსი და გარკვეულწილად გელაც მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აი მე ვიკამათ ვილაპარაკოთ იმაზე რომ ეს დოკუმენტი რომ გქონდეს დღეს მიღებული, ვინმესთან რაიმე საკამათო გვექნება? არაფერი. აი დარწმუნდით ამაში, აი მე გავაკეთე ეს შესავალი, რომ თხოვთ ახლა ტელევიზიას გაუშვეს გელაჩი მიღებული ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. ქართული ერთობის დარბაზის თავმჯდომარემ, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა ჯუმბერ კოპალიანმა მეცნიერთა ჯგუფთან ერთად კანცელარიაში ჩააბარა ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის პროექტი და წერილი პრემიერ-მინისტრისათვის გადასაცემად, რომელშიც მეცნიერების თავაზობენ ამ დოკუმენტის განხილვას მთავრობის სხდომაზე მეცნიერთა მონაწილეობით. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, გელათში 8 თებერვალს დავითობას დაიწყო ჯანსაღი პროცესი, რომელსაც ურთულესი პარტიული დაპირისპირებისა და პარტიულ სამთავროებად დაყოფილ დღევანდელ რეალურ ყოფაში საფუძვლად უდევს ერის მამის ილია ჭავჭავაძის მიერ ჩამოყალიბებული მართლაც ეპოქალური პრინციპი. ბედნიერი მურიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ამ პროცესს სჭირდება მძლავრი საინფორმაციო მხარდაჭერა. ამის გარეშე მეცნიერებს ვერ წარმოუდგენიათ ქვეყანაში არსებული მძიმე პროცესების დაძლევა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ ეროვნულ სახელმწიფოებრივ პროცესს ასეთივე განწყობის საინფორმაციო საშუალებების მხარდაჭერა ექნებათ. ხალხი დაინახავს და შეაფასებს, რომელი საინფორმაციო საშუალება როგორ დადგება ამ დიდ ეროვნულ საქმესთან. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის, რომ გაახლებთ როგორც ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის პროექტს, ასევე წერილს პრემიერ-მინისტრისადმი. დოქტრინის პროექტი მეცნიერებმა გადასცეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს, საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. 2 დღეში დასრულდება ამ დოკუმენტის გადაცემა ქვეყანაში მოქმედი აკადემიების პრეზიდენტებისა და უმაღლესი სასწავლებლების რექტორებისათვის. ქართული ერთობის დარბაზისა და მეცნიერთა კონგრესის წევრები გეგმავენ ღია შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. მიღებულია გადაწყვეტილება განხილვის შედეგები მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის შეჯამდეს ისევ გელათში, საზოგადოებრიობის ფართო მონაწილეობით და შემდგომ წარედგინოს საქართველოს პარლამენტს. პარალელურად შეგროვდეს ხელმოწერები ამ დოკუმენტის საერთო სახალხო პლებისციტის, სასურველია რეფერენდუმის გზით მიღებისთვის. მეცნიერები, ქართული ერთობის დარბაზისა და მეცნიერთა კონგრესის წევრები გამოთქვამენ იმედს, რომ ამ დოკუმენტის განხილვაში ჩაერთვება მოაზროვნე საზოგადოების დიდი ნაწილი, რიგითი მოქალაქეები ქვეყანაში და ჩვენი თანამემამულეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. წარმოგიდგენთ წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი.
გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და მეცნიერთა დიდი ჯგუფის სახელით გადმოგცემთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის პროექტს, რომლის განხილვა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დავითობას დავიწყეთ გელათის კონგრესზე და რომელსაც საფუძვლად დავუდეთ ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული მოსაზრება, ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუღალავად და დაუმონებლად. ერის მამის ეს სიტყვები განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს დღეს, როცა პოლიტიკური დაპირისპირება უკიდურესად დაძაბულია. ჩვენ გავაკეთეთ მეცნიერული ანალიზი, სადაც აშკარად ჩანს, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის მთელი ისტორიის მანძილზე კრიზისების მუდმივი საფუძველი შიდა დაპირისპირება იყო. აშკარად ჩანს ისიც, რომ კრიზისებიდან გამოსვლა ურთიერთ კომპრომისებით და ქვეყნის ინტერესის ირგვლივ გაერთიანების საფუძველზე ხდებოდა. ესაა ჩვენი ისტორიული გამოცდილება და მისი უგულებელყოფა კარგ შედეგს არ მოგცემს. ჩვენ მეცნიერთა დიდი გუნდი ვართ. წლებია ვაკეთებთ ანალიზებს, ვქმნით პროგრამებს, ვუგზავნით სახელისუფლებო წრეებს. არაფერს ვითხოვთ გარდა ერთისა. მოხდეს განხილვა, შევერთდეთ მეცნიერულ პროგრამებში. გულისკენის მეტი არაფერი მიგვიღია. უყურადღებობა და იგნორირება რამდენიც გინდათ, თითქმის ყოველთვის. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე 30-ზე მეტი სერიოზული მეცნიერული განწყობის წერილი და პროგრამა ყოველგვარი განხილვის გარეშეა დატოვებული. ერთი პასუხიც კი არ მიგვიღია. მიუხედავად ამისა, მაინც ქართული დიდსულოვნების გზას ვირჩევთ. ჩვენი გადაწყვეტილება მყარია. უნდა მოხდეს დაპირისპირებიდან გადასვლა თანამშრომლობაზე და ეს ყველგან უნდა გაცნობიერდეს. საზოგადოებაშიც, პოლიტიკურ წრეებშიც, ხელისუფლებაშიც. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ხელისუფლებასთან, სამეცნიერო და სასწავლო მიმართულების დაწესებულებებთან. გავაგრძელებთ აქტიურ კონსულტაციებს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, აკადემიკოსებთან, მივიღებთ მათ რჩევებს. გელათის კონგრესმა ის მოსაზრებაც გამოთქვა, რომ სწორედ მეცნიერებათა აკადემიაში ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით შედგეს ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში, დარგობრივ აკადემიებში, სამეცნიერო დაწესებულებებში ეროვნული დოქტრინის პირველი განხილვების შედეგების შეჯამება, ხოლო შემდგომ საერთო სახალხო განხილვაზე გასატანი დოკუმენტის მიღება მოხდეს გელათის კონგრესზე, რომლის ჩატარება განსაზღვრულია მიმდინარე წლის მაისში. ნიშანდობლივია, რომ ამ დოკუმენტის თქვენთვის გამოგზავნა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გადავწყვიტეთ. ვფიქრობთ, რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში თაობათა განწყობაა მოცემული. მოცემულია ის, რა იდეებისთვის ბრძოლასაც შეეწირნენ ჟიული შარტავა, მისი მეგობრები, ათასობით ახალგაზრდა. ჩვენ მეცნიერებმა სწორედ ამ განწყობით შევქმნით დოქტრინა და სწორედ ამ განწყობით ვთავაზობთ მის განხილვას სახელისუფლებო წრეებს, მეცნიერებს, საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის მეგობრებს მთელ მსოფლიოში. გაახლებთ დოქტრინის პროექტს. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ამ დოკუმენტს იცნობდნენ მთავრობის წევრები. სწორედ ამიტომ გიგზავნით რამდენიმე ეგზემპლარს დოქტრინასთან ერთად. მთავრობის წევრებს გექნებათ საშუალება გაეცნოთ წერილს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესისადმი სახელმწიფო კაცების საკრებულოს შექმნასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ეს იდეა ეკუთვნის პატრიარქს, რომელიც მან ჯერ კიდევ 2011 წელს ჩამოაყალიბა ქადაგებაში და სამწუხაროდ დღემდე უყურადღებოთ იყო დატოვებული. არადა ხალხის, ხელისუფლებასა და ეკლესიის თანამშრომლობის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად.
ამ უკანასკნელის, ანუ ეროვნული იდეის, ეროვნული ინტერესისა და ეროვნული მიზნის ირგვლივ საზოგადოების გაერთიანებისა და შეკვრის გარეშე ჩვენ მეცნიერებს წარმოუდგენლად მიგვაჩნია მომავლის საქართველო. ჩვენ მზად ვართ გეწვიოთ თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს. კარგი იქნება თუ მისი განხილვა შედგება მთავრობის სხდომაზე, ჩვენი მონაწილეობით. ამ წერილს ქართული ერთობის დარბაზის ხელმძღვანელ, მეცნიერებათა დოქტორ ბატონ ჯუმბერ კოპალიანთან ერთად ხელს აწერენ ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი. ამ წლის 8 თებერვალს დავითობას გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში შედგა ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის განხილვა. აქ წარმოდგენილია მომავლის საქართველოს უპირველეს საკითხთა ჩამონათვალი. დოკუმენტი შედგა მეცნიერების ინიციატივით, საზოგადოებასთან ფართო დათათბირების შედეგად. მისი მიღება მოხდება საერთო სახალხო რეფერენდუმით. მისი შეცვლა, ნებისმიერი პუნქტის ამოღება ან მისთვის ახალი რედაქციის მიცემა ხდება ასევე საერთო სახალხო რეფერენდუმით. დოქტრინა საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყნის ახალ კონსტიტუციას. ჩვენ ვაღიარებთ, რომ გლობალიზაცია არის კაცობრიობის განვითარების ობიექტური კანონზომიერება და ის უნდა იქნას მიღებული როგორც რეალობა. ჩვენი მიზანია ამ რეალობაში ქვეყნის შესაძლებლობათა სრული კონცენტრაცია. ეროვნული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება განვითარებისთვის. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან გასულმა 33 წელმა ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზთა გამო სრულად ვერ მოგვცა ის შედეგი, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის სასურველი იქნებოდა. ჩვენი ისტორიისა და მომავლის გათვალისწინებით. საქართველო კატასტროფულად აგვიანებს გახდეს სტაბილური სახელმწიფო. გარე მიმართებაში ჩვენ გამუდმებით ან საომარ მდგომარეობაში, ან წინა საომარ მდგომარეობაში ვართ. შიდა მიმართებაში გამუდმებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომელიც უკვე მთელ საზოგადოებას მოედო და პერმანენტული ხასიათი მიიღო. ხელისუფლების განდევნისათვის ბრძოლამ რისი პრეცედენტიც დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ ეტაპზე შევქმენით. შედეგად ერთი მხრივ ერი, რომელიც ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ერთადერთი სუვერენია, ვერაფრით ვერ გახდა ქვეყნის პატრონი. მეორე მხრივ საზოგადოებამ ვერ შეიძინა სამოქალაქო ღირსებისა და სამოქალაქო პროტესტის გრძნობა. ჩვენ არ მოგწონს გზა, რომლითაც ქვეყანა მიდის უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში. საჭიროა სისტემური გარდაქმნები, რადგანაც უკვე დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი კომპლექსი, რომელშიც არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა შედის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისათვის. დასაბამი უნდა მიეცეს მეცნიერული და ეროვნულ სახელმწიფოებრივი პოლიტიკური აზროვნების შერწყმას. უნდა დავნერგოთ პრინციპი: ქვეყანას მართავს ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყანა, რომელიც ქრისტეშობამდე და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა, არ შეიძლება 21 საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეტიშებდეს სხვისას.
ჩვენ თანხმდებით იმაზეც, რომ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს ის, თუ როგორია ქვეყანაში დამოკიდებულება ნიჭისა და ინტელექტისადმი. მომავლის საქართველო სრულად უნდა იყოს ორიენტირებული ადამიანის შესაძლებლობათა რეალიზაციაზე და მიზნად უნდა იქნას მიჩნეული საქართველო, როგორც ინოვაციური ტექნოლოგიების ქვეყანა. ჩვენ თანხმდებით იმაზეც, რომ წარსულის შეცდომების გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო უნდა იყოს არა სხვა სახელმწიფოთა ინტერესების დაპირისპირება დაჯახების, არამედ ქვეყნის ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერესთა ზედდების სახელმწიფო. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ეროვნულ სახელმწიფოებრივი ქართული დოქტრინა არის სწორედ ქართული ინტერესის გამომხატველი მთავარი დოკუმენტი, რაც დასტურდება აქ ჩამოყალიბებულ კონკრეტულ პუნქტებში. პირველი, საქართველოს წარსულის, დღევანდელობის გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელშეუხებელია ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტი, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. მეორე, მიწა, წყალი, ტყე, წიაღისეული და ყველაფერი, რაც ეროვნული სიმდიდრეა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იყიდება. მესამე, ქვეყანაში განათლება კონსტიტუციურად არის აღიარებული როგორც პრიორიტეტი და განათლების სფეროს ყოველი წარმომადგენელი უნდა მოექცეს საერთო სახალხო ზრუნვის ქვეშ. გვთავაზობენ, რომ საშუალო განათლება გახდეს აუცილებელი. მეოთხე, საქართველო ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე იღებს ქვეყნის საგარეო, თავდაცვით, დემოგრაფიულ, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებათა დოქტრინებს. მეხუთე, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობისა და უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ მისი ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის მიმართ ომი არ დაიწყება და არც სხვას მისცემს უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია გამოყენებულ იქნას სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. მეექვსე, საქართველო თანამშრომლობის, მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ თლიანობას, პატივს სცემენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. მეშვიდე, ყოველი ქართველი და აფხაზი დაბადებული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დაბადებისთანავე ითვლება საქართველოს მოქალაქედ. მერვე, საქართველო იცავს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის ინტერესებს. მეცხრე, საქართველოში კორუფცია, შესაძლებელია ნეპოტიზმიც, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ითვლება სახელმწიფო ღალატად, რისთვისაც ქართულ კანონმდებლობაში აღდგენილ უნდა იქნას სამშობლოს ღალატის, როგორც დანაშაულის შესახებ სპეციალური მუხლი. მეათე, საქართველოსთვის მიუღებელია ქვეყნის გარედან დაფინანსებული პარტიების, საინფორმაციო საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა. სახელმწიფო უნდა გახდეს მათი საქმიანობის ხელშეწყობის გარანტი. საქართველოს ბიუჯეტის 1% სწორედ ამ მიზნით უნდა იქნას გამოყოფილი. მისი განაწილების წესი უნდა დაარეგულიროს სპეციალურმა კანონმა. მე-11, კონსტიტუციურად საქართველოს ხელისუფლება არის მხოლოდ ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ადამიანისთვის ბუნებით მინიჭებულ უფლებებს, სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებასა და ბედნიერი ცხოვრებისადმი მისწრაფების უფლებას.
ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები. მე-12. კონსტიტუციურად უნდა იქნას განმტკიცებული, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის ხალხი, ხოლო ხელისუფლება მისი მსახური. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მიღება უნდა ხდებოდეს მხოლოდ რეფერენდუმის გზით. დოქტრინაც და ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების მიღება არ უნდა იყოს პარტიების პრეროგატივა და უნდა წყდებოდეს რეფერენდუმით. ხალხს რეფერენდუმის მეშვეობით უნდა შეეძლოს როგორც ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მიღებული კანონების გაუქმება ან მათში შესწორება, ასევე შესაძლებლად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ინტერესების გადახვევიდან გამომდინარე ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გამოწვევა პარლამენტიდან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა მიღებულ იქნას ახალი კანონი რეფერენდუმის შესახებ. გარკვეულ ჯგუფს მიაჩნია, რომ კანონი რეფერენდუმის შესახებ უნდა იქნას მიღებული საერთო სახალხო რეფერენდუმის მეშვეობით. Цели საინფორმაციო მასალა მოვისმინეთ, ბატონებო, ძალიან цели იყოს ინფორმაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის რაც ჩვენ პირველ ნაწილში ვთქვით, განმტკიცდა, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს ეუბნება, რომ ჩვენი წერილები გამოგიგზავნეთ და ყურადღება არ მიაქციეთ, ქვეყნის შიგნით უშვებენ იმას, რომ ამდენმა მეცნიერმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, გაუგზავნეს წერილი და უთხრეს, რომ თუ შეძლებ გელაჩი ჩამოდით, თუ არ ჩამოხვალ, ჩვენ მოვალ თქვენთან და განვიხილოთ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა. აბსოლუტურად უყურადღებოდ დატოვა ყველაფერი. როცა შენ ხალხს, შენს ქვეყანას, შენს მეცნიერებს ასე ექცევი და სხვა ელაპარაკები იმ ტონით, მენტორული ტონით, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს ერთდროულად, ეს არის სამართლის პოლიტიკა არ არის. ეს არის გაქცევა დემოკრატიული სფეროდან და წასვლა იმ ქვეყნებისკენ, რომელთაც გარკვეულწილად დაპირისპირება აქვთ ამერიკასთან და ამიტომ ამბობ, რომ ეს წერილი საქართველოში დაწერილი არ არის. თქვენ ნახეთ უამრავი შეხვედრა და უამრავი კადრი. ნახეთ, როგორი ხალხი არის მეცნიერთა კონგრესთან დაკავშირებული. ძალიან ბევრი ამ დღეებში დიდი რეზო ჩხეიძის გარდაცვალების დღე იყო და უამრავი პიროვნება, მერაბ ბერძენიშვილი და ესეთი ანზორ ერქომაიშვილი, გიგაბატიაშვილი, რომან ჩივაძე, გივი თოიძე, ესენი უკვე ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ამდენი ხანია უმუშაობ ჩვენ ამ დოკუმენტებზე და დაახლოებით აი ამ წიგნში შეტანილი არის ასეთივე ერთი წერილი პრემიერ-მინისტრისადმი, წინა პრემიერ-მინისტრებისადმი. ერთს არ გაუჩნდა სურვილი, რომ ასეთი პროგრამები რო შექმნეს მეცნიერებმა, ქართულმა მეცნიერებმა, მოდი ერთი შევხვდეთ ამ ხალხს მოусმინოთ. ესე იგი, ისევე როგორც თქვენ ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ კანონს უწოდებთ აბსურდულს, ყველაფერი რაც თქვენს გარეთ იქნება, ყველაფერი გონიათ აბსურდულია. აიმიტომ ვცხოვრობ ჩვენ და ვართ ასე მდგომარეობაში. მე მაინც გონია თქვენ მაშინ არ მონაწილეობდით ამ თემაში და შემდგომია ჩვენი ურთიერთობები და ამიტომაც მინდოდა რომ დღეს ყოფილიყავით, ვინც ვიყავით და ვინც ვიღებდით ამ დოკუმენტს, გასაგებია რომ ჩვენ ყველანი მონაწილენი ვართ ამის შექმნის, ამ პროცესში მთლიანად. აი თქვენში რაიმე სტოებს კითხვის ნიშანს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის თუნდაც იმ 12 პუნქტი და რომელიმე. პირველ რიგში მე მაქვს პატივი რომ შემოვერთი ამ დიდ გაერთიანებას, ქართულ დარბაზს, ქართულ მეცნიერთა კონგრესს. არ არსებობს ბატონო თემურ არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფოს ხელისუფლება, რომელიც არ უსმენდეს თავის მეცნიერებს, თავის გესეულ ადამიანებს. არ შეიძლება გამორიცხულია უბრალოდ ლოგიკის ფარგლებს ცდება, რომ ქვეყანა განვითარდეს, ქვეყანა გაერთიანდეს, ქვეყანა რაღაცა გადავიდეს განვითარების ახალ რელსებზე, დაამთავროს დაპირისპირებები, დაამთავროს ის წინამდებობები, რომელიც
ქვეყნში არის თუ ქვეყნის გარეთ თუ არ მოусმენს მეცნიერებს, თუ არ მოусმენს მის ინტელექტუალურ ელიტას. და სწორედ ეხლა რამდენიმე წუთის წინ რაც ვიხილეთ ჩვენ, ეს იყო ესე იგი ნაკრები, ნაღები საზოგადოება ქვეყნის მეცნიერების ინტელექტუალური წრის იმ ერუდირებული და მართლაც ესეთი მასშტაბურად მოაზროვნე ადამიანების ერთობის კონგრესი და ეს ყრილობა, რომელიც ჩატარდა სულ რამდენიმე ხნის წინ, მე უბრალოდ გაოცებული ვარ, სასწაული არის, იმდენად დიდი პოტენციალი აქვს ქვეყანას ინტელექტუალური თვალსაზრისით. არა მარტო ბუნებრივი რესურსებით არის საქართველო მდიდარი, არა მარტო წყლით, არა მარტო ტყით, არა მარტო ბუნებით, არამედ მთავარი მისი არ განათლება. მთავარი განათლებული ადამიანები, ღვაწლმოსილი ადამიანები, მამული შვილები, რომლებიც დედაღამ ფიქრობენ საქართველოზე, სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სეგმენტის განვითარებაზე ფიქრობენ ისინი, ზოგი სოფლის მეურნეობაზე, ზოგი ეკონომიკაზე, ზოგიერთი განათლებაზე, ზოგიერთი რაღაც ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობს, ზოგს უკვე გამოგონებული აქვს მრავალი რაღაც ტექნოლოგიური წესისთვის, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის. და როდესაც ამხელა ინტელექტუალური წრე გყავს, ამხელა ინტელექტუალური თქვათ სიმდიდრე გაქვს და ესეთი ადამიანები გყავს ქვეყანაში და ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ დოქტრინას, შეიმუშავებენ დოკუმენტს, შეიმუშავებენ აზრებს და პოსტულატებს გაწვიან და შენ არც კითხვი მიზანშეწონილად რომ შეხვდე მათ, გაესაუბრო, მოусმინო, შენ პირდაპირ ვალდებულებაა, ხელისუფლების პირდაპირ ვალდებულებაა, რომ მოусმინოს თავის ხალხს, მოусმინოს მეცნიერებს, მოусმინოს ინტელექტუალურ წრეს, მოусმინოს თუნდაც ჩვეულებრივ ადამიანებს. და ანუ ჩვენ რაღაცნაირად უნდა გავიგოთ, რომ ყველაფერი უნდა იყოს საჯარო, ყველაფერი უნდა იყოს გამჭირვალე. სად მუშადება ის იდეოლოგია, რომელიც დღეს ხელისუფლებას აქვს, სად მუშადება ის წინადადებები, რომელიც ხელისუფლება ყოველდღიურად გვაწვდის და ის მიმართულებები, რომელიც არის. ანუ აი ეს თუნდაც ამერიკასთან მიმართებაში ვინმის რეკომენდაცია ხელისუფლებას. თავისი ინიციატივით დაწერა ეს ამხელა წერილი. აი ეს დოკუმენტი რომ მიღებული იყოს, არავით არის საკამათო არავისთან არ მექნება მეთქი. და ჩვენ მე და თქვენ უნდა დავარწმუნოთ საზოგადოება ამაში. აი ნახეთ, პირველი პუნქტი. თქვენ ხართ იურისტი, მე გეუბნებით რომ აი აქ წერია, წინა ნაწილებს არ ვეხები. ჩვენ თანხდებით, ანუ ჩვენ 500 მეცნიერი რომელიც კონგრესშია, თანხდებით იმაზე რომ წარსული შეცდომების გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს უნდა იყოს არა სხვა სახელმწიფოთა ინტერესების დაპირისპირება დაჯახების, არამედ ქვეყნის ინტერესებს, სხვა ქვეყნის ინტერესებს ედების სახელმწიფო. საგამათო არის რაიმე? არანაირად. ანუ ქართული ინტერესი თავარი. და ქართული ინტერესი დავწეროთ და ჩვენ ვეუბნებით რომ აი რა არის ქართული ინტერესი, ვიცხებთ და 12 პუნქტს ვაღალიბებთ. აი პირველი პუნქტი. საქართველოს წარსულის დღევანდელობის გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელშეუხებელია ოჯახის, საკუთრების და სახელმწიფოს პრიორიტეტი, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ამაზე უკეთესად შეიძლება, ამიტომ ჩვენ ევროკავშირისთვის კი არ უნდა ეთქვა თქვენთვის რომ გიგზავნით ამდენ პუნქტს და გაითვალოთ. ჩვენ უნდა გვეთქვა რომ ჯერ თქვენ იცოდეთ რომ ჩვენ ეს ქვეყანა ვართ. მათ თქვენ არ ვიცი ხარ თუ არა გულში რომ მოუწერეს 3 ტომი გააგზავნეს და ყველაფერზე დათანხმდნენ რომ წარადგინეს განცხადება თვითონ ყველაფერზე თანხმობა განუცხადეს და ჩვენ მაშინ გაჩნდა სწორედ რა ეს დაგეწერა რომ ვეუბნებოდით არასწორად მიწერეთ თქვენ ხელისუფლება ოცნების ხელისუფლება არასწორად მიწერეთ რომ როგორ ყველაფერს ვეთანხმდები და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს წარსულის დღევანდელობის გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელშეუხებელია ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტი, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ჩვენ პრემიერ-მინისტრი რომ ეწერა, იქ ხაზგასმულია რომ თქვენ მჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და აი გეუბნებით რომ თქვენ რომ მიხვალთ სასაუბროდ ნებისმიერ პრეზიდენტთან უთხარით რომ კი ბატონო თქვენ მე მთხოვთ რაღაც კანონებს, მაგრამ შეხედეთ ჩვენს დოქტრინაში რა წერია. სწორი მიდრომა არ არის. რაც აბსოლუტურად ეთქვი. მე როგორც იურისტი არის, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი წლების განმავლობაში, რასაკვირველია, ეს დოკუმენტი არის აკმაყოფილებს ეს იურიდიულ სტანდარტებს, სამოქალაქო პოზიცია ის ძალიან მკვეთრი გამოხატული ინტელექტუალური წრის მიერ დაფიქსირებული ეს პოსტულატები არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ყველა ღირსეულმა თავის ქვეყნის მოყვარე ეროვნულმა ხელისუფლებებმა. ქართული
ტელევიზია, ქართული, ესე იგი მეცნიერთა კონგრესის ეს დოქტრინა, ასე ვთქვათ, ქართული დარბაზის ეს რაღაცნაირად ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი წინადადებები, რომელიც ხელისუფლებას მიაწოდა, ხო? ანუ ეს არის გაჟღენთილი ეროვნულ ფასეულობებზე, ეროვნულ ტრადიციებზე. რა თქმა უნდა. აი აგერ ეხლა შემდგომი პუნქტი რო გავიდეთ, ნახეთ რა წერია ამაში. აი შემდგომი პუნქტი რა არის, უბრალოდ ცოტა პერიფრაზით, რომ ესე იგი ნიკოლოზ ბატონო დააკვირდით იმის გამო, რომ ძალიან ბევრ სახელმწიფოს გაუჩნდა პრეტენზია. ზოგი რკინიგზას ითხოვს, ზოგი პორტის შენებლობას ითხოვს, ზოგი ითხოვს, რომ ტყეები ჩემია, ზოგი ითხოვს, რომ მარგანეცი ჩემია, ზოგი ითხოვს, რომ ოქრო ჩემია. რა დაწერეს მეცნიერებმა, ნახეთ, მეცნიერებმა დაწერეს, რომ ის რაც ეროვნული, რაც ბუნების მიერაა მოცემული ჩვენ შავი ზღვა, მე ჩემი და თქვენი წინაპრების დამსახურება ხო არ არის რა. ნიკოლაძემ თქვა, რომ ყველაზე დიდი მეგობარი საქართველოსი არის შავი ზღვა. შავი ზღვა არის დიდი პოტენციალის მქონე. ვიღაცა მეუბნება შავ ზღვაზე მე უნდა ვიყო უფროსიო და ამ დროს მეცნიერები ამბობენ, შავი ზღვაც, მარგანეციც, ოქროც, ხეთხეც, ენერგეტიკა ჩვენი რკინიგზა, ესენი არის სახალხო და ყველაფერი აქედან მიღებული მოგება უნდა გადანაწილდეს ეკუთვნის ხალხს. ვინმეს ეს ზოგჯერ ისეთ პიროვნებას, რომელიც ვერ ხედავს მასშტაბს, გონი ეს სოციალისტური კი არ არის. ეს არის ნებისმიერ ქვეყანაში. აი მაგალითად ფინეთში, ნორვეგიაში, ნორვეგიაში შეიძლება თქვა რომ სოციალისტური ვაჭრობის ქვეყნებია. საფრანგეთში ენერგეტიკა არის სახელმწიფო საკუთრება. სტრატეგიული მნიშვნელობის ედექია იმას და მე ვეუბნებოდი შევარნაძეს რომ კი მაგრამ თქვენ საქართველოს ეკონომიკას რომ ყიდით კერძო სექტორზე მაინც ყიდით მეთქი სახელმწიფოზე ყიდით ანუ საფრანგეთის სახელმწიფო ანუ მასთან დამორჩილებული ხდებით მეთქი მიყიდა ნაციონალურმა მოძრაობამ რუსეთს და რუსეთსა დამოკიდებული გავხადა ხო აი აქ რა წერია მეორე პუნქტში წერია რომ არის რაღაცა რომელიც ხალხის საკუთრებაა აი მაგალითად წყალი ჩვენი აი რომელზეც ბატონი რომანულოა და უნიკალურია იცით რომ 5 მილიონი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად და 50 მილიონი დაიღუპება ძალიან მალე უწყლობით და ყველაზე კარგი წყალი აქ ლაპარაკი არის არა მლაშე წყლებზე არა და მდინარე აქ ლაპარაკი არ არის ოკეანის და შავი აქ არის ლაპარაკი დასალევ სასმელ წყალზე და საქართველო არის ყველაზე საინტერესო ყველაზე ძლიერი და ყველაზე კარგი ამ კუთხით ჩვენ ვამბობთ რომ ამ წყლიდან შემოსული თანხები რა თქვენ არ გაგიყენოს ვინმე მოთხოვნა რომელიმე პრეზიდენტმა რომ კი ბატონო მე თუ კარგი ურთიერთობა მინდა თქვენ მაგრამ წყალი მომეცი ისევ როგორც ჩინეთს გადაცეს მთელი გათხრები რა იყო ის რასაც ქვია ჭაბურღილები რომ იყო გაკეთებული რამდენიმე ათასი საბჭოთა პერიოდში რომ ბურღავდნენ აქ და რაღაცა ისინი ყველაფერი გადაცეს ჩინეთს დღეს რაიმე რომ გააკეთო მიწისქვეშ და რა მოიღო ჩინეთს უნდა თხოვო და უნდა იყიდო იმისგან ისაც ჩენი საკუთრება იყო გუში დასაკურველია ჩვენ ვეუბნებით რომ აი ხალხო იცოდეთ რომ ეს ასე უნდა იყოს იმიტომ ასიეს ამერიკაში ერთხელ იმსჯელეს კონგრესში რომ პორტი იყიდებოდა და 2 თუ 3% ითხოვდა რომელიღაც ვთქვათ არადემოკრატიული ქვეყანა და აი ამას იმათ უთხრეს რომ არ მიცეს უფლება არ მიცეს თქვენ ამ წელში მე არ მივაქციეთ ზოგადად ყურადღება შესაძლებელი ჩვენ ლაპარაკობთ ამ წელში წერი აბსურდული რა ტრამპს ეუბნები რომ შენ აი ნახე ზუსტად უნდა წავიკითხო რომ ესე იგი აი ვინმეს არ დარჩეს ესეთი რამ რომ თქვენო ლაპარაკობთ ისეთ ქვეყნებთანო თუნდაც ესე იგი ყოველთვის რომ თქვენ თუნდაც ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთან აწარმოებთ აქტიურ დიალოგს, კომუნიკაციას საქართველოსთან კი თავს იკავებთ. ესე იგი თქვენ ასწავლი ამერიკის პრეზიდენტს რომ შეიძლება თვითონ დემოკრატიული ხალხი სად არის რომ დემოკრატიაზეა დიპლომატის სასახელო თვითონ ამერიკა გეუბნება რომ არჩევნები არ ჩაატარებ ნორმალურად დემოკრატიული არ ხარ და ესა თავარი და გეუბნები რომ მე დემოკრატიული ქვეყანა ვარ და შენ ამერიკა თანამშრომლობ არადემოკრატიულ ქვეყნებთან და ჩემთან იმაზე უარსებობ ჩვენ სახელმწიფოს მივეცეთ ხელში უნიკალური დოკუმენტი რომელთაც უთხარით რომ თუ თქვენ წესიერი ხალხი ხართ თუ თქვენ პატრიოტული ხალხი ხართ რუსეთი თხოვთ რკინიგზა მოკიდეთ უთხარით ეს არის ხალხის საკუთრება თხოვთ თქვენ ფრანგები და იტალიელები თხოვენ რომ წყალი ჩვენ გვინდა და ვიყიდოთ თქვენ უთხარით ეს არის ხალხის საკუთრება და ასე შემდგომ ეს არის ელემენტი აი მაგალითად დიდ ბრიტანეთში როგორ არის ნახეთ დიდ ბრიტანეთში მიწის გაკიდვა არის აკრძალული მეფეს ეკუთვნის მეფეს ანუ თუ მეფემ არ გაც 1 კვადრატულ მეტრს ვიყიდის ვერავინ
მეფე ანუ სახელმწიფოსია ეს რა ჩვენ წავედით და ყველაფერი გონია რომ აი რაღაც მოაღიაროთ ყველაფერი და აი გურამ ქართულიშვილი ამბობდა ამის რომ საქართველო იმართება ფულით და არა სულით ფულით იმართება დღეს სულით არ იმართება ეს ქვეყანა ჩვენ სულიერებით სავსე ქვეყანა უნდა ვიყოთ აი ამ პუნქტში თქვენ ხომ რომ ყეს რომ სახელმწიფოსი იყოს ყველაფერი ფოთის ანაკლიის სპორტს უნდა აშენებდეს არა ჩინეთი ქართული ხალხი არა ამერიკა არამედ გამოაცხადოთ დემოკრატიულად რომ ამისთვის საჭიროა და 1000 ევრო დოლარს დადებს ბევრი და მთელი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი 2-3 წლის შემდგომ რატომ ვაკეთებთ ამას რატომ აი ნახეთ რა დოკუმენტია შექმნილი და რატო არ უნდა ამის განხილვა თქვენ იურიდიულად აიმეში მეკამათებთ ხა არა ეს არის აბსოლუტურად თავშებადი საქართველოს კანონმდებლობასა საერთაშორისო კონვენციებთან აბსოლუტურად ჰარმონიზირებულია ზოგადად ქართულ ეროვნულ სულისკვეთებასთან მე მინდა ვთქვა რომ ანუ როდესაც სახელმწიფოები ახდენენ ოკუპაციას მეორე ქვეყნისას მთლიანად როდესაც ახდენენ ოკუპაციას ეს ერთი დიდი უბედურებაა მაგრამ ნომინალურად როდესაც ქვეყანა არის დამოუკიდებელი თითქოს და მე შემოდიან ვითუნდა ინვესტიციების და ინვესტორების სახელით ადამიანები და ხელისუფლებისთან თქვა ხელშეწყობით სტრატეგიულ ობიექტებს ყიდულობენ რაც არის ჰაერი ჟანგბადი ქართული მოსახლეობისთვის და ქართული ხალხი რჩება საკუთარ ქვეყანაში გაღარებებული, გაღატაკებული, არაფრის მქონე, არც წყალია მისი, არც ბორჯომია მისი, არც ანაკლიის სპორტია მისი, არც აეროპორტები არ არის მისი, არაფერი აღარ დარჩა ისეთი, რომელიცაც შეიძლება რომ გაფრთხილებოდა საქართველოს ხელისუფლება. აღარაფერი აღარ დარჩა ისეთი ქვეყანაში, რომელიც თქვა ხალხს გაამდიდრებს. ძალიან კარგი განვითარება მიეცეთ თქვენ და ეხლა ამის შემდგომ მესამე პუნქტი ნახეთ როგორია. აი უნიკალური რა უნდა იყოს ამაზე ის რომ შევედეთ ქვეყანაში განათლება კონსტიტუციურად არის აღიარებული როგორც პრიორიტეტი და განათლების სფეროს ყოველი წარმოადგენელი უნდა მოექცეს საერთო სახალხო ზრუნვის და ზრუნვის ქვეშ. თავაზობენ რომ საშუალო განათლება გახდეს აუცილებელი. ამერიკამ ჩვენ გითხრა რომ არ მინდა თუ ექვსკლასიანი განათლება მე ვთქვა როგორ გეკადრებთ ანუ პირიქით მე დაიხიეს უკან ჩვენ ყველაფერში შეგვიძლია უბრალოდ აქ არის ლაპარაკი მარტივ რამეზე კიდე პრიორიტეტი რომ გახდეს რომ ჩვენ მასწავლებელი უნდა გვყავდეს ხელის გულზე და ბავშვს ფერქვეშ უნდა ვეგებოდეთ და ჩვენ ლაპარაკობთ იმას რომ მასწავლებლის ხელფასი თუ გინდა მომავალი საქართველოს და ინტელექტუალური ქვეყანა მასწავლებლის ხელფასი 1 ლარით მეტი უნდა იყოს ვიდრე არის თქვა მინისტრის ხელფასი აბსოლუტურად გეთანხმებით ამაზეა ლაპარაკი სუდი რამე წერია როცა რა თქმა უნდა ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ანუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეროვნული მნიშვნელობის დოქტრინა და დოკუმენტი არის ეს არის შეხმიანება ქართული ემიგრაციისთვის რომლებიც იქ ცხოვრობენ რომლებიცაც შვილებმა ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ შემოგუბრებო ანბანი არიციან ქართული და ანუ თუ ესეთი მიდგომები არ იქნება ანუ ეს დოქტრინა თუ ფურცლზე დარჩება და არ იქნება გაზიარებული ჩვენი ამოცანა ბატონ ნიკოლოზი კარგი მასალები და უბრალოდ არის საჭირო რომ ხალხმა გაგვიგვიოს რა თქმა უნდა უბრალოდ სხვებს უყენებენ პრეტენზიას არ კითხულობ რა დოკუმენტი რა ვთხოვეთ რომ ჩვენ რამე გაგვიკეთეთ და თანამდებობს ვითხოვთ ხელისუფლებას რა თქმა უნდა ჩვენ ვხარით რომ ეს ჯობია რომ ასე იყოს მიღებული თქვენ რა თქმა უნდა ინტელექტუალურ წრემ გიკარნახათ თქვენ რომ აი ესეთი სულისკვეთებით უნდა იმართებოდეს ქვეყანა ესეთი პოსტულატები უნდა იყოს კონგრესი დავიწყეთ უცხოეთში ხელისუფლება და ესენი ხო შეეძინა ნაციონალურ მოძრაობა და ისე როდესაც ჩვენ ვიწყებდით ამას იტალიაში ესე იგი წინააღმდეგობა გაუწიეს და შიგნით არ შემოვიდნენ და გარეთ ხალხს უნდა არ შეხვიდეთ მიუხედავად ამისა უამრავი ხალხი როცა დავიწყეთ აი სამწუხაროა ეს თავარი რა იყო ნახეთ აი ამ იმაზე ხალხმა გთხოვა რომ იქნება რომელიმე ტელევიზიასო კონდესო გადაცემა ქართული ენის სწავლება უცხოეთში ცხოვრები ქართველებისათვის აი ეს ვერ გადაწყდა დღემდე ეს უნიშნელოვანესი საქმე იქნება საქართველოსთვის როგორც სახელმწიფოსთვის როგორც ისტორიული ქვეყნისთვის რომ ქართულმა ემიგრაციაში ყოფმა ჩვენმა თანამემორებელმა შვილებმა ეს არის უდიდესი ტრაგედია რომ ქართველმა ეთნოსის წარმომადგენელმა ამხელა ისტორიის მქონე ქვეყნის შვილმა
რომლის სარგებში ქართული სისხლი ჩქეფს, არის ის ქართული ენა. ამაზე დიდი ტრაგედია. მე ბატონ თემურ ვფიქრობ რომ არ არის. არ არის და აქედან გამომდინარე უნდა იყოს ყველანაირი ფორმატი გამოძებნილი, ყველა ბრძოლის საშუალება რომ შევასმინოთ ვინც იქნება ხელისუფლებაში. ჩვენ არავის წინააღმდეგი არა ვართ. ჩვენ ვართ საქართველოს მხარეს. ჩვენ ვართ ქართული ღირებულებების მხარეს, ქართული სულისკვეთების, საქართველოს ემიგრაციის დაბრუნების მხარეს ვართ. და არავის და ვინც არის ფაქტობრივად ხელისუფლებაში, იმათ კატეგორიულად ვთხოვთ, რომ ეს არის ეროვნული აზროვნება, ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება და დიდი მადლობა. კატეგორიულად ვთხოვთ, რომ გაიზიარონ ჩვენი, აი ეს მეცნიერთა, ჩვენი კი არა, მეცნიერთა კონგრესის ეს უმნიშვნელოვანესი პოსტულატები, რომლებიც აქ არის წარმოდგენილი, ჩაშლილი არის, ხო? ეს ხო არის ზოგადი რაღაცა ბრტყელი ფრაზები. ეს ხო არის კონკრეტული ამოცანები, როგორ შეიძლება რომ გადაიძრა, რაზე უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ აქცენტი იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმართულება დიახ. ამას ვეუბნებოდი ხელისუფლებას, ხო? აი თქვენ წეგან კარგად ახსენეთ, რომ ეს ჩემი და ჩვენი იმის კი არ არის, ეს არის მეცნიერთა მოსაზრება, ხო? გამოდიან ახლა ცალკეული პიროვნებები, გამოსვლა ყველა კარგად ისწავლა, სინამდვილეში თავის ცხოვრების გზას კი არ აგვირდებიან, როგორ იცხოვრეს და რაღაც და შემდგომ და გამოდიან და 1000 და რამეს მე ვეუბნები, ბიჭო, სისტემურად ჩამოყალიბებული რამე გააქვთ. აი წამაკითხეთ თქვენი, აი ჩვენ გაძლევთ ამას და არის გზა რეცეპტი, როგორ შეიძლება ეშველოს ამ დაავადმყოფებულ ქვეყანას, რომელიც გვეკარგება. დიახ, მე მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ ბატონო წეგან საკითხული იქნა ეს, მაინც მინდა. დიახ, რასაკვირველი, ეს ძალიან საჭირო არის. ამ იმაზე რომ პუნქტებით მიხედვით განვიხილოთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაფიქრდეს იმაზე, რომ მეცნიერთა კონგრესი არის ბედშედგმული ქვეყნისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის. აქ არიან ადამიანები, რომლებიც განიცდიან ამ მდგომარეობას, ვინმეს კი არ აკრიტიკებენ, არამედ მომავალს ხედავენ ხალხის და მეცნიერების ურთიერთობაში. აი ნახეთ როგორი პუნქტი. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე იღებს ქვეყნის საგარეო, თავდაცვით, დემოგრაფიულ, ესე იგი სასურსათო და ენერგეტიკული და შესაბამისად უსაფრთხოების დოქტრინებს. ანუ იქნება ცალკე დემოგრაფიული დოქტრინა, თავდაცვითი დოქტრინა, საგარეო დოქტრინა, სასურსათო დოქტრინა, ენერგეტიკული დოქტრინა. მოდით რა. ვიმსჯელოთ, დიახ. რა თქმა უნდა. დისკუსია გაიმართოს. დიახ. ხო გარკვეული ამაზე თქვენ ვიმუშავეთ ამ საკითხებზე. მოდით თქვენი და ჩვენი ყველანი ერთად შევაერთოთ და თქვა ეს არის ჩვენ. ეს რომ გქონდეს გაკეთებული ვინმესთან ჩვენ საგამათო დღეს გვექნებოდა. ამერიკას იწევს კი არ მივწერდით, ვეტყოდით რომ აი ბატონო დოლარდ უდიდეს პატივს გცემთ ყველაფერი, მაგრამ ამ ქვეყანაში ეს დოქტრინაა მიღებული და მე კი ვარ პრემიერ-მინისტრი, მე კი ვარ. მაგრამ ხალხის ლეგიტიმაცია რა თქმა უნდა. იმიტომ ეს ხალხის მიერაა მიღებული, ანუ ხალხი ეხმარება ხელისუფლებას, რომ თქვა გაიტანონ ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ევროკავშირთან, ამერიკასთან, ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან ურთიერთობაში. ამაზე უარს ამბობენ და ესე იგი თავისუფალია ყველაფერი. ხვალ რომ გითხრას რუსეთმა რომ აი ამ თქვა რკინიგზას თუ მომცემთ მე გავაკეთებ ამას, მზად არიან ხელი. ამის უფლება არ უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა, დემოკრატიის პრინციპი სწორედ ეს არის, რომ ხალხმა უნდა მართოს ქვეყანა და ხალხის წარმომადგენლებმა ხალხის ნების გათვალისწინებით უნდა იყოს და დღეს ჩემო თანამემამულენო ჩვენი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. არა მარტო მხოლოდ ხელისუფლების თქვა კრიტიკა, ხელისუფლება ყოველთვის მოვა და თავის თქვა შეხედულებებით წაიყვანს. თუ ხალხმა არ მოსთხოვა პასუხი იმაზე რა გადაწყვეტილებებს იღებს. თუ ხალხმა არ გააკონტროლა ხელისუფლება, მუდმივად იქნება თვითნებობაში ხელისუფლებები. ყველა ნებისმიერ, არა მარტო ოცნების ხელისუფლება, ნებისმიერ ხელისუფლება ესე ძალაუფლება ხმის. რა თქმა უნდა. აბსოლუტური ძალაუფლება. ამიტომ სამოქალაქო, ესე იგი, საზოგადოების ხარდაჭერა და მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა არის უმნიშვნელოვანესი საქმე და აი სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი ჩვენი დოქტრინა. როგორი პუნქტია მეხუთე, აი ყველას გთხოვთ, როგორ მოდასწრებს უთხარი. რამდენი რამისგან ვიზღვებთ და მეხუთე პუნქტი. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობისა და უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველოს იღებს ვალდებულებას, რომ მისი ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის მიმართ ომი არ დაიწყება და არც სხვა ქვეყანას მისცემს უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია გამოყენებული იქნას სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. უნიკალური პუნქტია, ხო? ამით ყველას ვინც გვეუბნება, რომ ჩვენ იმისი თავდაუსხმელობის მოვაწეროთ, ყველაფერია ჩადებული. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ომი არ დაიწყება, თქვენ უნდა გვიწყებთ. და საქართველოს ტერიტორიას არ მივცემთ ჩვენ უფლებას, რომ ეს არის დავით აღმაშენებლის ქვეყანა და აქ სხვა ქვეყნის ჯარი იდგეს
და ამ ქვეყანას ჩვენ შეიძლება ვიყოთ ნატოში, მაგრამ ეს პუნქტი რასაკურველია. იმიტომ რომ ხალხის ნება ეს. დიახ, ტექნიკას ვერ განალაგეთ, თქმა უნდა. ტექნიკას ვინმე წინააღმდეგ. ჩვენ ვჭირდებით მათ რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვართ სასაზღვრო რეგიონი რუსეთთან, ამიტომ აქ უნდათ განალაგონ და იმას კი არ უყურებენ, ამაში მე ვეთანხმები ხელისუფლებას, რომ ვთქვათ აი ეს საკითხი, მაგრამ კიბნა ჭკვიანურად დავწეროთ ეს ვიწერია. ოფიციალურად იყოს გაჟღერებული, აი რას ფიქრობს საქართველოს სახელმწიფო აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. დიახ, თქვენ ისწორთ გარე, ან ვინც კიდე ამას. მე ძალიან ბევრი იმას უცხოეთს რომ დაურეკე და უთხარი რომ ასეთ რას ამბობთ რომ დღეს ეს უნიკალური პუნქტია. ეს თქვენ გაეროში უნდა შემოიტანოთ და გაეროს უნდა უთხრათ რომ ყველა სახელმწიფომ თქვას რომ ეს სინამდვილე გომს არ ვიწყებ და ჩემს ტერიტორიაზე მე არ ვათავსებ იმ სამხედრო ტექნიკას რომელიც ხვის სინამდვილე იქნება და საფრთხეს წარმოადგენს რუსი ქვეყნის შეიძლება იყოს აქტმული მაინც. ეს არის სამშვიდობო წინადადება საერთაშორისო და აგერ აქ ვერ განმახინიეთ ხომ? შემდგომი აი მე-6 პუნქტი აგვედით უნიკალური პუნქტი, უნიკალური. საქართველოს თანამშრომლობის მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ დიახ, პატივსცემენ მის ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. დამთავრდა. ჩვენებით ნებისმიერ ევროპა ხარ. აღიარე ჩვენი, რა თქმა უნდა. აღიარო ჩემი ტერიტორიული მთლიანობა. ამაზე მძიმე პუნქტი რუსეთისთვის საქართველოში არც ერთ პარტიას არ გააჩნია. მე ერთი ვერ შევძლებდი, თორემ მე მინდა წავიდე და გამოვიდე და თქვა რომ მიმართო რუსეთის მოსახლეობას და უთხრა რომ თქვენმა თქვენი ქვეყნის ხელისუფლება დაგაკარგვინა თქვენ ქართველ ხალხთან კეთილი ურთიერთობა. რა თქმა უნდა. და ჩვენ ვამბობთ რომ ვერ იქნება ჩვენი ურთიერთობები კარგი, ვიდრე არ აღიარებს რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატვის მიარგებს რაღაც და ასე შემდგომ. აი, აგერ გიწერია პუნქტი. ამით ჩვენ არ გაქვს უფლება კანონს ხელი მოაწერე ჩინეთთან, რომელსაც ამერიკა ეუბნება რომ ტაივანი შენი არ არის. და ჩინე დაუდასტურე მას რომ კი ჩინეს დაუდასტურე რომ ტაივანი შენია და მე ამბობ ამერიკას ატუარუნდებოა რომ და ამ დროს ჩინეთმა არ დაგიწერა რომ თანამემდევრულობა აკლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა და ჩინეთი მუშაობს აფხაზეთში რაღაცებს აშენებს და აშენებს ხინვალშიც და ამ დროს ჩვენ ხმას არ ვიღებთ აბა ეს გააკეთოს სხვა ანუ და როგორ შეიძლება ჩინეთთან კონკრეტ სტრატეგიული ურთიერთობა ესეთი მნიშვნელოვანი სიმაღლეზე იყო ანუ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა და თან ის სახელმწიფო შენ დანაწევრებას უწყობდეს ხელს და ხინვალში და აფხაზეთში ასე თქვა რაღაც ინფრასტრუქტურული შენობების და არაერთი ესეთი ობიექტის მშენებლობა მოგესალმებათ სწორედ სახელმწიფო საქართველოს სახელმწიფოს დაშლას უწყობს ხელს აფხაზეთის დღევანდელი აფხაზეთის დე ფაქტო დე იურე მდგომარეობა რაც არის რაც ხინვალში არის აქ მათი განვითარება და მათი ხელშეწყობა არანაირად არ შედის საქართველოს ინტერესებში. ამ სტატუსში აქედან გამომდინარე ეს პოსტულატები, ეს რაღაცა წინადადებები, რომელიც არის შექმნილი ქართველი მეცნიერების, ესე იგი, ინიციატივით უნდა იამბობდეს წერებას დაწერა. რა თქმა უნდა და ხელისუფლება უნდა იყოს ბარდიგიერი და რა თქმა უნდა. რაღაცა შეიძლება არ მოგწონდეს, რაღაცა შეიძლება შესაძლებელია კი ბატონო, მაგრამ ეს მეცნიერება ყოველგვარი შიშველი ხელებით, ყოველგვარი ხელფასების ყველაფრის გარეშე დავწერეთ, გავაკეთეთ, ჩამოვაყალიბეთ. და რა ბედნიერება რა ქართული ტივი დღეს ამ თქვა დოქტრინას ესე დეტალურად იხილავს. და დეტალურად ვატყობ რომ ჩვენ მე საბუგდა იქნა საკითხული ლოცვამდე ვიდრე ლოცვა იქნება მანამდე უნდა იქნას საკითხული თამარ მეფის ეს უნიკალური მეფეთ კურთხევის დროს სიტყვა და ამიტომ ცოტა უნდა ვიჩქარო და ამის გამო გთავაზობ კიდე როგორი პუნქტია ბატონო ნიკოლოზ ეშვიდე აი წერან ჩვენ ემოცია დავფარეთ გარეთაც უყურებ ყოველი ქართველი და აფხაზი დაბადებული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დაბადებისთანავე ითვლება საქართველოს რასაკურველია აი ეს უმნიშვნელოვანესია ეს უნიკალურია რომ დაიბადა პიროვნება იმას არ უნდა ჭირდებოდეს რა განცხადებები რა თქმა უნდა ქართველი იყო თავისთავად წავიდა და ცხოვრობს ამერიკაში ცხოვრობს აქედან ამერიკაში მიყავთ იმიტომ რომ ამერიკის მოქალაქეა ბავშვიო და ამის გამო ეს ტრაგედია სადაც არ უნდა დაიბადოს ქართულ ოჯახში ქართველი როდება და ის უკვე დაბადებიდან ვითვლება ქართველად აფხაზიც რომელიც საქართველოსთან იყო დაკავშირებული რასაკურველია
ამაზე უნიკალური ეს პუნქტია, ეხლა მე მგონი რომ ვიცი, ხო სწორია. რასაკურველია. იცით რა არის კიდე რომ ანუ საქართველოს ხელისუფლება ხშირად კარგავს აი რეალობისგან და რა არის მნიშვნელოვანი დღეს გასაკეთებელი და რაზე არის საზრუნავი. სწორედ განა იმიტომ რომ ხელისუფლება რაღაცა ამ ხრივ მოიკოჭლებს. ნებისმიერი ხელისუფლება შეიძლება ეს შეეშალოს. სწორედ იმიტომ არსებობს მესერთა ასეთი ფართო წრე. გესმით რომ ანუ შეახსენოთ აი თანამშრომლობა მეცნიერსა და ხელისუფლებას შორის. არა აქვს მნიშვნელობა გვარებს ვინები არიან ხელისუფლებაში. მე არ მინდა რაღაცა გაიგოს მაყურებელმა რომ ჩვენ ვიღაცის მიმართ გვაქვს კონკრეტული რაღაცა წინა არა ნებისმიერი ხელისუფლება რო იყოს დღეს ქვეყანაში ჩვენ იგივენაირ წინააღმდეგობები და პრობლემები გვექნებოდა რაც არის თუ ესე მოიქცეოდნენ როგორც ეს ხელისუფლება იქცევა ანუ ჩვენ ვამბობთ რომ ბუნებრივია რომ თქვენ ყველაფერს სწორად ვერ გააკეთებთ გასაგებია ეს და სწორედ იმიტომ არის მეცნიერები, ერუდირებული ხალხი, ინტელექტუალური ხალხი, რომლებიც ფიქრობენ ქვეყანაზე, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების წესი, თავიანთი გამოცდილებით, თავიანთი მოღვაწეობით და ამ ისეს რომ არიან ადამიანები, საქართველოს მოყვარულები, პატრიოტები, მამულიშვილები და სწორედ ამ მამულიშვილებმა შეიმუშავა ესეთი ღრმა ანალიზის მქონე დოქტრინა. აი მეცნიერთა კონგრესმა ნახეთ როგორი რა თქვა თქვენი გაგების გაგრძელებათ საინტერესო გააკეთეთ გაგრძელებათ რა თქვა მეცნიერთა კონგრესმა თქვა რომ ესე იგი ჩვენ თანამდებობა არ გვინდა, მაგრამ თუ ამ პროგრამას მარტო ეს პროგრამა ხო არა, თუ ჩვენს მეცნიერთა კონგრესის შემუშავებულ პროგრამებს ვინმე მიიღებს, ჩვენ მას მხარს უჭერთ. რა თქმა უნდა. და მერე ოღონდ იცოდეს რომ რომივლენ ხელისუფლებაში ჩვენ ვიქნებით მაკონტროლებელი. თუ ყველა უარს ამბობს და იტყვის რომ ეს ძიმე პუნქტებია და ამის შესრულება არ შეგვიძლია, მაშინ მეცნიერთა კონგრესი ამბობს რომ ჩვენ მოვძებნით იმ ადამიანებს, იმიტომ მივმართეთ ხალხს, მოვძებნით იმ ადამიანებს, რომლებიც გაატარებენ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ჩვენ ხარ რომ ჩვენ მოვიდეთ ხელისუფლებაში. ჩვენ ვამბობ რომ აი ეს იდეები გაატარეთ რა, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. კონგრესი გაბედულად ამბობს, თუ არ მოხვალ თქვენ რომელიმე რომელსაც აღიარეთ, მაშინ ჩვენ ვიბატონოთ იმისათვის რომ მოვიყვანოთ. სხვა გზა არ აქვს ჩვენ უბრალოდ. აკეთებს და იმიტომ იქნება სწორედ აი საზოგადოება. სხვა გზა აღარ დაგვრჩება ჩვენ. აი ნახეთ ეგ პირველი პუნქტი როგორია, უნიკალური. საქართველოს იცავს სოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრების საქართველოს მოქალაქის ინტერესებს. როგორც ამერიკა. აბერტი რომელიმე ამერიკელს ქუჩაში რა მეუთხარი შეიძლება ხოლმე პრეზიდენტმა განცხადება გააკეთოს. ჩვენ 2 მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყნის გარეთაა მონოშრომაში არიან. ჩვენ მივმართეთ ამერიკის ესა საქართველოს წინა ქალბატონ პრეზიდენტს მივმართეთ და მივმართავთ ამ პრეზიდენტსაც ვეუბნებოდით რომ ბიჭო ყველაფერს თავი დავნებოთ თქვენ კონსტიტუციის გარანტი ხართ. კონსტიტუცია ნიშნავს რომ ყველა მოქალაქის უფლებები უნდა იყოს დაცული. ქართველის უფლებები ანუ საქართველოს მოქალაქის უფლებები მნიშვნელობა არ აქვს რომელი ეროვნებისა უნდა იყოს დაცული. კეთილი ვინებოდა ჩვენ ხალხს თქვათ პირობითად ვამბობ თურქეთში ისეთი უფლებები უნდა ქონდეს ქართველებს როგორი უფლებების თურქეთის მოქალაქეებს აქვს საქართველოს ყველა სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვს 1000-ჯერ მეტი უფლებები ჩვენს ქვეყანაში ვიდრე ჩვენს მოქალაქეებს აქვს იმ ქვეყნებში ხარ შეიძლება ასე რომ გაგრძელდეს რასაკურველი ანუ ყველაფერი მოგონებთ საქართველოს კონსტიტუცია ხო კაფეოდ აღნიშნავს რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეს იცავს ნებისმიერ ადგილას თვითონ კონსტიტუციაში პირდაპირ ხო წერია ეს ხო და აქედან გამომდინარე რომ საქართველოს უნდა შეასრულოს კონსტიტუციის აღებული ვალდებულებები და ასრულებს ამ ვალდებულებას ეს 2 მილიონი ადამიანი გრძნობს საქართველოს მხარდაჭერას ემიგრაციაში მეგობრებო თქვენ გრძნობთ აი პირდაპირ გეუბნებით 2 მილიონ ადამიანს ნიკოლოზ ბატონო ყველა პუნქტზე ვამბობ უნიკალურს მართლა ასასია ნახეთ ახლა მეცხრე პუნქტი საქართველოში კორუფცია ნეპოტიზმი სხვა ესე იგი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ითვლება სახელმწიფო ღალატად რისთვისაც ქართულ კანონმდებლობაში აღდგენილი უნდა იქნეს სამშობლოს ღალატის როგორც დანაშაულის შესახებ სპეციალური მუხლი. ანუ ჩვენ ვამბობთ რომ კორუფცია, ნეპოტიზმი და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ითვლება სახელმწიფო ღალატად. აი ნახეთ როგორ კარგად არის განმარტებული ყოველთვის თითქოს ჩვენ მესვეურები პოლიტიკიდან ოპოზიციის წარმომადგენლები იქნება ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებოდნენ თუ სხვა ექსპერტები ეგრეთ წოდებული ხო ამბობდნენ რომ აი ღალატი ამოვიღოთ იმიტომ რომ ვერ არის განმარტებული შინაარსი რა შეიძლება ამ ღალატის უკან იდგეს და აქედან გამომდინარე იურიდიული ტერმინი არ არის ღალატი და იმიტომ ამოვიღოს და როგორ რატო ესე იგი არ შეიძლება რომ ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს შვილმა რომელიმე ეგრეთ წოდებულმა შვილმა უღალატოს ანუ ეს და ეს უნდა იყოს დაუჟელი
აი რატო არ არის სისხლის სამართლის კოდექსში დღეს ღალატის მუხლი და კონკრეტულად ჩაშლილი რა არის საქართველოს ღალატი და აგერ მეცნიერთა კონგრესმა წელია მეცნიერები თხოვენ ამას. ეხლა ლაპარაკობენ აგერ ერთი წელია დავაბრუნებთ და ჯერ კიდე არ გავუკეთებია. და აი ნახეთ მეათე პუნქტი როგორ შეხედეთ. აი ყველაფერნაირად რომ გამართლებული იქნებოდა და ასე წერილები დაგჭირდებოდა ამერიკასთან. აი კითხულობ ამ პუნქტს. მეათე პუნქტი ამ დოქტრინის საქართველოსთვის დაუშვებელია ქვეყნის გარედან დაფინანსებული პარტიების საინფორმაციო საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა. სახელმწიფო უნდა გახდეს მათი საქმიანობის ხელშეწყობის გარანტი. საქართველოს ბიუჯეტის 1% სწორედ ამ მიზნით უნდა იქნას გამოყენებული. მისი განაწილების წესი უნდა დაარეგულიროს სპეციალურმა კანონმა. ამაზე უკეთესად რა თქმა უნდა. და ამიტომ შენ ეუბნები ამერიკას, რომ მე არ მინდა ბატონო თქვენ ვაფინანსებთ ამას, თქვენ თუ გინდათ მე დავეხმაროთ, მოგეხმარეთ ჩვენ, ჩართეთ ამ ფონდში შეიტანეთ, იმ ფონდში არსებობს კომისია, თქვენ ნუაძლებთ კონკრეტულ პიროვნებას. ეს ნიკოლოზ მებაღიშვილი იქნება თუ თეიმურაზ შაშიაშვილი. თქვენ მიეცით ამ საერთო ფონდს, ხوار გზადავს ამას, არა? და იქ არსებობს კანონია მიღებული, მოდი თქვენთან ერთად კი ბატონო დემოკრატიულად შევუშავოთ კანონი და ისე იყოს ისე თქვენ რომელი ტელევიზიაც გინდათ აფინანსებთ იმას და ეს მეწარმეები და ყველანი თუ ვინც დასავლეთის მომხრეა აფინანსებენ იმ ტელევიზიებს და ვინც ხელისუფლების მომხრეა აფინანსებენ ხელისუფლების ტელევიზიებს. ქართული ტივი მერაბ ბერძენიშვილმა რეზო ჩხეიძემ მიმართეს ძალიან ბევრს ამას ხმამაღლა ვიტყვით ჩვენ როცა იქნება და ერთი თეთრი ვერ გაუღია იმას მაშინ როცა 100,000-ობით აქვს დაფინანსებული იგივე ტელევიზიები რომელსაც სოროსი აფინანსებს. და დღეს მელაპარაკებიან იმაზე რომ იმის წინააღმდეგი ვარ თუ ჩვენ სოროსის და რაღაც ამდაგარი რამეები. აი დღეს გადავალებ რა თქვა ქართულ ტელეარხებს და უბრალოდ გული შეგიწუხდება რა. ზოგი ერთი ტელეკომპანია რომელი კონკრეტული ჯგუფის და ქვეყნის ინტერესს თქვათ გამოხატავს და თქვათ რაღაცნაირად ეს ტელეკომპანიები არიან ყველა თქვათ დამოუკიდებლობის მოკლებული, ობიექტურობას მოკლებული, მეგობრებო, ხო? ანუ ქართული ტივი, რომელიც სადაც რომ გადაავლებ თვალს, უბრალოდ გული გაგეხსენება, რომ ჯერ კიდევ არის ქართული გენი, ჯერ კიდევ არის ქართული მამულიშვილური იდეები, ჯერ კიდევ არის ის ტრადიციები, რომელიც საქართველოსთვის მოდიოდა ყოველთვის. აი ქართული ტივი და ქართული ტივი, რომელიც აი მე მინდა ვისაუბრო ამ ტელევიზიაზე, როგორც აი ამ ეროვნულ საქმეზე, რომელსაც ეს ტელევიზია დღეს აკეთებს. განამიტომ რომ ჯერ დღეს ჩვენ ამ ეთერში ვიმყოფებით, არამედ იმიტომ რომ ობიექტურად ესე არის, რომ ქართული ტივი გამოდის. აი ნახეთ ჩვენ მთელი გადაცემა მიუძღვნეთ მეცნიერების მიერ დაწერილ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, ხო? რომელიც მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის, რომ ეს სახელმწიფო კიდევ იყოს მარადიულად. და როდესაც ჩვენ მუდმივად აი ეს რაღაცნაირად იგნორირებას გავაკეთებთ აი ესეთ მაღალი ღირებულებების და ეს უმნიშვნელოვანესი ესე იგი პოსტულატების, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ამ ქვეყანას დიდი მომავალი არ იქნება. აი წარმოიდგინეთ ესეთი რაღაც რომ თუ ქართულ მეცნიერებს დაუგდებს ყურს ხელისუფლება, თუ ერთობლივად აი მაგალითად წარმოიდგინეთ რომ თვეში ერთხელ იყოს შეხვედრები აი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მეცნიერებს შორის იქ დაიმართოს დისკუსიები რა არის დღეს რა თქმა უნდა რომ აი რა არის მძიმე პრობლემა საქართველოს დღეს ანუ რა შეიძლება მოგესხმება დაჩქარდა დრო მოგესხმება იცვლება ის გამოწვევები რომელიც არის შეიძლება გუში რაც გამოწვევა იყოს დღეს აღარ იყოს და სხვა გამოწვევა იყოს ეს პულსზე უნდა ედოს ხელისუფლებას ხო და უნდა სწორედ ის იმ ადამიანებს უნდა ეძებდეს რომლებიც მართლა ქმნიან აქ ინტელექტუალურ აზრს ეს მეცნიერები როგორც ქმნიან საშუალებას რომ გამოთქვას თავისი აზრი გუშინი ძალიან დიდი პოეტი ძალიან გამოჩეული და დღეს აი ამ დღეს მინდა კიდე გავიხსენებ ნიჟერაძის რომელიც აი მართლაც უნიკალური ბევრი რამეა მისი საოცარი ლექსები აქვს მაგრამ სამშობლო ერთადერთი ადამიანს პერანგივით არ იცვლიან ანუ გიდგენიათ რომ იმ პერიოდში და ჟიული შატა ამას იხსენებდა თითქმის ყოველ გამოსვლაში პერანგივით არ იცვლიან სამშობლო ხატოვანი შედარება ძალიან კარგი პოეტი და ძალიან მუხრან მაჭავარიანი ის მიმართ კეთილშობილი რაღაცა სასწაულად კეთილგანწყობილი ზვიად გამსახურდიასთან ხელისუფლებაში იყო და ამ შემდგომ ეხლა სამ პიროვნება მარტო რო თქვა რომ ამ პიროვნების მიმართ კეთილგანწყობილი იყვნენ მუხრან მაჭავარიანი ჟიული შატავა და ზვიად გამსახურდია უკვე ყველაფერს ნიშნავს
გასაკვირველია, რა თქმა უნდა. მიაჩნდა რომ სამშობლო ერთადერთია და მას პერანგივით არ უნდა შევიცვალოთ და არ უნდა ვითამაშოთ იქეთ აქეთ. ამას რატომ ამბობ? გუშინი მისი დაკრძალვის დღეს ძალიან ბევრი წერალი მოვიდა და ესე იგი გითხრეს რომ აი თქვენთანო ბატონი ტელევიზიაშიო მეცნიერთა კონგრესის დროშიო თუ რაღაც გამოვიდაო ესე იგი ვაჟა ოთარაშვილი და ტელევიზიაზე რაღაც ის თქვა და მე ვხარი რომ ერთი ნაწილი ერთმა რამდენიმე პიროვნებამ მითხრა რომ კარგი იყო რომ ბატონი ვაჟა ასეთი ისინი რომ მეორე ნაწილმა მითხრა თქვათ აი როგორ შეიძლება ასე მე უნები ყველას კი მაგრამ თქვენ მოიყვანეთ და მიეცით და შევთით გენერალურ დირექტორს ამდენი ხანია გენერალური დირექტორი ეხვეწება ბატონ მაყვალას რომლის მიმართაც პატივისცემა არაერთხელ დაუდასტურებიათ ბატონ ბაღათერ არაბულს სხვებს ეუბნები და გააკეთეთ გადაცემა ტელევიზია სწორედ ის არის რომ იმაში სიტყვის თქმის უფლება ეკნება ყველას და გამოვა და საზოგადოება თვითონ გადაწყვეტს ხო არ შეიძლება რომ ტელევიზია მიკერძოებული იყოს რომელიმე პოლიტიკური ხედვის ან პოლიტიკური ძალის მიმართ ტელევიზიას უნდა კონდეს სრული თავისუფლება და ტელევიზიის მიზანი იყოს რომ ათქმევინოს ყველას თავის სათქმელი აი ეს არის სწორედ აი რაც არის ამაში ჩადებული აი მაგალითად BBC ძალიან ბევრმა ვინმე მარიცეს მიწაზე ხო თქვით ინგლისელების BBC-ს აფინანსებს ბიუჯეტი დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტი აბა BBC-ზე დემოკრატიული და ტელევიზია ძალიან ცოტაა მსოფლიოში ხო ეს იმას კი არის სისტემა არის თავარი და არა ის ვინ აფინანსებს და როგორ აფინანსებს ჩვენ ვლაპარაკობთ სისტემურ ცვლილებებზე აი დააგვირდით მე-11 პუნქტს ამაზე უნიკალური აქ არის შემოტანილი განმარტება ნიკოლოზ ბატონო რას ნიშნავს საქართველოს მთავრობა ანუ განსაზღვრებაა შემოტანილი ნახეთ კონსტიტუციურად საქართველოს ხელისუფლება არის მხოლოდ ის ხელისუფლება რომელიც იცავს ადამიანისათვის ბუნებით მინიჭებულ უფლებებს სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და ბედნიერი ცხოვრებისადმი მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება ეს სხვადასხვა ამერიკის კონსტიტუციიდან გამოყენებული. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე შეუქცევა და დუზრუნველყოს თითოეული ადამიანის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები. უნიკალური პუნქტი. მე მაგალითად ვეუბნები ჩვენ ხალხში როგორ ხარს უნდა უთხრათ არაფერი თქვენ არ გინდათ ბატონებო ამ პუნქტში რაიმე არ მოგწონთ თუ არ მოგწონთ თუ არა და ვითხოვოთ ხელისუფლება იყოს საქართველოს ასეთი თუ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იტყვის რომ მე ვარ ასეთი ვიდრე უნდა დაუკრა ტაში და უნდა უთხრათ მე მომწონს ვინ არ მომწონს მე რა თქმა უნდა პირველი ისენ გადავდოთ პირიქით ჩვენ ვეუბნები ოღონდ ეს პუნქტი შეასრულეთ მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა პუნქტია ეს აი ამას ვამბობ აი დააკვირდით რა პუნქტია ეს კონსტიტუციურად საქართველოს ხელისუფლება არის მხოლოდ ის ხელისუფლება რომელიც იცავს ადამიანისათვის ბუნებით მინიჭებულ უფლებებს სიცოცხლის უფლებას სიტყვის უფლებას საკუთრების უფლებას და ბედნიერი ცხოვრებისადმი მისწრაფების უფლებას ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე შეუქცევა და დუზრუნველყოს თითოეული ადამიანის საცხოვრისი ანუ გადახურული უნდა კონდეს საარსებო მინიმუმი ანუ ხელფასი უნდა იყოს საარსებო მინიმუმი ისე როგორც ყალიბდება ბევრგან და უხეში განგარიშება ასეთია იმ ქვეყანაში მინიმალური პენსიით და მინიმალური ხელფასით 1000 ლიტრას ბენზინს უნდა ყიდულობდეს და შემდგომ ჯანმრთელობის დაცვის და განათლების მიღების თანაბარი უფლებები გინდათ ბატონო პრემიერ-მინისტრო და ბატონო ბიძინა იყავით ოღონდ ეს შეასრულეთ ვინც ამას არ ასრულებს უნდა გავერთიანდეთ და უნდა ვთქვათ რომ ჩვენ არ გვინდა ისეთი ხელისუფლება რომელიც ამას ვერ ასრულებს ამ პრინციპიდან გამომდინარე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს ხელისუფლება არ ყოლია კონსტიტუციაზე მაგრამ დააყენა ყველა თავისუფლება ყველა გამდიდრდა ყველა კორუფციაში ჩაერთო ყველა თავის ოჯახის წევრები დაასაქმა თვითონ მძის დინარეებში ცხოვრობენ და მძის დინარეებია ფუფუნებაში ცხოვრობენ ხალხი გააღადაკეს გადაამშიეს დააუზდურეს არ არის რა თქმა უნდა 35 წელია საქართველოს ვერ გამოვიდა იმ მოჯადოებულ წლიდან რომელშიც შეგვიყვანა რა ჯერ შევარდნაძის ხელისუფლება მერესა და დღესაც იგივე გრძელდება არ არის დრო იმისთვის ჩემო თანამემამულენო რომ რაღაცნაირად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან ამ მოჯადოებულ წლიდან და გავარღვიოთ რომ ასეთი მეცნიერების აზრები ისეთი მეცნიერების იდეები მეცნიერების ეს უმნიშვნელოვანესი ნაფიქრი ეს დღეს ერთ დღეს კი არ არის მიღებული მთელი ცხოვრება აქვს მათ ნაფიქრი
ამ უშუალოდ რა თქმა უნდა. კიდე დასახელდება რა თქმა უნდა. და ცხოვრება ემზადებოდნენ ამისთვის. ერთ-ერთი პიროვნება, ვინც არის რეკომენდირებული აგერ გახდა. აი ეს ორი პიროვნება ძალიან რომ გამოდიოდნენ ბატონი ამირანაციაური, ახალგაზრდა კაცაც ვინც ეს რეკომენდაცია ხა ჩვენ დროთორე მართლა ბევრი სასაუბრო და ბოლო პუნქტი ნახეთ რა წერია იმ სიმაში. აი მე მართლა მოხდული ვარ რომ მადლიერებით ვარ ყველა მესნიერის მიმართ რომელმაც მონაწილეობა მიიღო, მხარი დაუჭირა და საზოგადოებამ რომელმაც ამ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინის მიღებაში მონაწილეობა მიიღო. აი ნახეთ მე 12 კონსტიტუციურად უნდა იქნეს გამტკიცებული რომ ქვეყნის პატრონი არის ხალხი, ხოლო ხელისუფლება მისი მსახური. ამ პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მიღება უნდა ხდებოდეს მხოლოდ რეფერენდუმის გზით. დოქტრინას და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების მიღება არ უნდა იყოს პარტიების პრეროგატივა და უნდა წყდებოდეს რეფერენდუმით. ხალხის რეფერენდუმის მეშვეობით უნდა შეეძლოს როგორც ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მიღებული კანონების გაუქმება ან მათში შესწორება. ასევე შესაძლებელად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ინტერესების გადახვევიდან გამომდინარე ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გამოწვევა პარლამენტიდან. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა მიღებული იქნას ახალი კანონი რეფერენდუმის შესახებ. გარკვეული ჯგუფის მიაჩნია, რომ კანონის რეფერენდუმით უნდა მოხდეს იმ კანონის მიღება, რომელიც რეფერენდუმთან იქნება დაკავშირებული. აი დემოკრატია. აი 12 პუნქტი. ჩვენ როგორც თქვით, ხვალ 4-დან 6 საათამდე, ზე 3-დან 5 საათამდე, მომდევნო კვირაში ნებისმიერ დროს ცოტნე დადიანის 26-ში ვიწვევთ ტელევიზია ესე იგი ქართულის მეცნიერების დროში 4 საათიდან 6 საათამდეა ძირითადში ვიწვევთ ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას, რომელიც შეგვეკამათება ამ საკითხებზე, რომელსაც მიაჩნია რომ ეს წერილი კარგია, რომელიც ბატონმა კობახიძემ დაწერა, მე მიმაჩნია რომ ეს არის სირცხვილი საქართველოს ეს წერილი, ვისაც მიაჩნია რომ ხელშეკრულება ჩინეთთან კარგია. მოდით ვიკამათოთ, ნუ გეშინია ვილაპარაკოთ ერთმანეთთან და არა ერთმანეთზე. ეს ნაბიჯი პირველი ხელისუფლება უნდა გადადგას. დრო ცოტა გვაქვს და 35 წლის განმავლობაში არაერთხელ დაადასტურა ქართულმა ხალხმა, რომ პლებისციტით იქნება ეს რეფერენდუმით იქნება, არჩევნებით იქნება, რომ საქართველოს ხალხისთვის არის უმნიშვნელოვანესი ამერიკასთან და ევროკავშირთან ძალიან კარგი ცივილური დიპლომატიური ურთიერთობები. მათ ევროკავშირის ინტეგრაცია, ამერიკის სახელმწიფოს ალტერნატივა ჩვენ ქვეყანას არ აქვს. 35 წლის განმავლობაში ამერიკამ უდიდესი დახმარებები გაუწია საქართველოს, როგორც ფინანსური, ისე მორალური. ეს გამოდის ალტერნატივა, რა თქმა უნდა, არ აქვს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ჩვენი არა მარტო ხელისუფლებას უნდა მივანდოთ ეს ურთიერთობა, არამედ თვითონ მეცნიერება, აი როგორ აქტიურობს მეცნიერება დღეს საქართველოს მეცნიერება, განაჩუმად არის, არამედ აი დებს დოკუმენტს. ეუბნება ხელისუფლებას, რომ აი ეს არის გასაკეთებელი, ესე არის დასალაგებელი, იმიტომ რომ უკვე აღარ შეიძლება მეტის მოთმენა. რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესი ეპოქალური მნიშვნელობის ქვეყნისთვის არის დოკუმენტი, რომელიც მაინც გაიკვლევს თავის გზას, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს, სანთლე-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს. და მე მინდა ენვერ ნიჟარაძის ლექსის შემოგთავაზოთ, რომელიც მართლაც ახლა მიიცვალა და ღმერთმა ნათლად შემოღობს ისი უკვდავი ლამაზის სული, ეს მართლა უმნიშვნელოვანესი საინტერესო ადამიანი, დიდებული პიროვნება. რა სიმშვიდეა, ქალბატონო, რა სიმშვიდეა. ნიავმა უცხად გადაფურცლა ძველი რვეული. თითქოს შებრუნდა დრო და წლები უკან მიდიან, მოგონებები მოფრინავენ სიზმარეული. მოლისფერ ტბაში გამოცურდნენ თეთრი გედები და დაიწინწკლა ზეცის სარკე სისხლის მარჯნებით. მაშინ უფლის სულს და დედოფლის გვირგვინს ეძებდით და მოკვდავთაგან აღარავის აღარ ამჩნევდით. ის თქვენს ქუჩაზე დადიოდა სახით მწუხარი და თოვში მდგარი მხოლოდ თქვენზე ფიქრში თბებოდა. სულ ერთი სიტყვა მაინც რა დაუთხარით, გეთქვა და თუნდაც ჯოჯოხეთში წამოკვებოდათ. ორატომ მისი გულისფეთქვა არ მოისმინეთ, რა თარიხილეთ მშვენიერი მხარე ლამაჯა, სადაც ცხოვრობდა და ებრძოდა ქარის სისხლებს და არაფერი ლექსის გარდა სხვა არ გააჩნდა კი იყო დიდი ხნის წინ ეს ყველაფერი, მაგრამ წამსული გრიგალებმა თოვში დამახეს, თუ თქვენ ტირით ქალბატონო არა ცრემლები, სულ არ შეშვენის თქვენს ღირსებას, თქვენს სიამოვნებას, ეხლა დაგნათით მილეული მთვარე თითბერის გობელენებზე მოიწნეს თეთრმა ვარდებმა, მთელი სამყარო იფარება თოვლის ფირქებით, არც თქვენ და არც მას აღარავინ შეიყვარდებათ. ხომ არ შეგცივდათ,
ქალბატონო ხომ არ შეგსვიდათ ჯერ წინ გზაგლით იქიცა და ზეცის კიდია ჩამოდის თოვლი განუწყლელი ბარტნის ზეციდან ჩამოდის თოვლი იბინდება და სიმშვიდეა ღმერთთან ათელში ამყოფოს ბატონო იმას რო შეესაბამება რომ კარგ სიტყვას გვენა ერთგვერსა ხვრელი გამოიმანს ენად თბილად მოუგარიო ამერიკასაც რუსეთსაც ირანსაც ჩინეთსაც ყველას უნდა ველაპარაკოთ ქართული ენით ტკბილი ენით და არა წინააღმდეგობრივი და დაპირისპირების ენით ჩვენ დღეს ძალიან სერიოზული საუბარია რომ სახელმწიფოებრივი დოქტრინა გავაცანეთ როგორც შევთავაზეთ სიღია ჩვენი მეცნიერთა კონგრესის დრო ამ დისკუსიისთვის ეხლა თქვენ მოისმენთ მეფე კურთხევის მეფე როგორი სიტყვა თქვენმა მეფე კურთხევის დროს ვიამაყოთ ბატონებო ეს არის პროგრამა აი საქართველოს ხელისუფლებას მაგიდაზე უნდა ეწოს და საერთოდ ეს წიგნი საქართველოს ხელისუფლებაში ბევრს გაქვს მაგიდაზე დაიდეთ ამ წიგნში არის ანალიზი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ამ წიგნში არის ხალხის წერილი ხელისუფლებისა და ხალხისადმი ამ წიგნში არის ესე იგი ორი უმნიშვნელოვანესი ჩვენი უდიდესი წერლის ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ორი რომანი ერთი არის დავით აღმაშენებელზე რომელიც ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის და თამარ მეფეზე აკაკი წერეთელს ეკუთვნის ამაში არის უსერიოზულესი პროგრამები მომავლის საქართველოსთვის აი ასე წავიდეთ წინ და შევაერთოთ ხალხი და მეცნიერება შევაერთოთ და პოლიტიკოსები დასრულდებიან ისეთები როგორიც დღეს არიან პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს უნდა დაიწყოს მეცნიერების ერა ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნების ერთი ყველაზე დიდი ნიმუში და მომავლის საქართველოსთვის დიდი მადლობა მაგრად ვიყოთ ძლიერად დიდი მადლობა გილოცავთ კიდევ ერთხელ თამარის ხსენების დღეს